ეს დიდი პოლიტიკაა, მე ინგა გრიგოლია ვარ. ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გააკეთა ტელეკომპანია TV3-ის გენერალურმა დირექტორმა კახა ბაინდურაშვილმა. იგი საუბრობს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შანტაჟსა და მუხარებზე. დღევანდელ გადაცემას გახსნის სწორედ კახა ბაინდურაშვილი საღამო მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. მე მინდა რომ რამდენიმე თქვენი განცხადების ერთგვარი კომენტირება, განმარტება მოვისმინოთ დღეს პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტეთ რომ მაინც და მაინც ეხლა გაგეკეთებინათ ასეთი განცხადება, რომ ადგილი აქვს შანტაჟს, ადგილი აქვს მუხარას, ოპოზიციური პარტიის მხრიდან აქამდე ჩვენ ვიყავით ყველანი მიჩვეულები იმას, რომ როდესაც ასეთი განცხადება კეთდებოდა ხოლმე, ყოველთვის საუბარი იყო ხელისუფლების ზეწოლაზე. რამდენად ქმედითია ოპოზიციური პარტიის მხრიდან ასეთი ტიპის ზეწოლები და თუ შეგიძლიათ რომ განმარტოთ კონკრეტულად რა შანტაჟზე და მუხარებზე არის საუბარი. მადლობა ამ შეკითხვისთვის. პირველ რიგში მინდა შენ სტენომაყურებელს მივესალმო. ჩვენ დღეს გავხდით პრაქტიკულად იძულებული, ვინაიდან აბსოლუტურად ლოგიკური და ობიექტური კითხვა რატო არა აქამდე, მით უმეტეს თუ ეს პროცესი მიმდინარეობდა, პროცესი დაახლოებით რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ჩვენ რაღაც პერიოდზე ნამდვილად არ ჩავთვალეთ საჭირო რომ ღია საჯარო პოლემიკა გვეწარმოებინა ამ შემთხვევაში ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. პრინციპში ჩვენ მიგვაჩნია რომ მედია საშუალება რომელი პოლიტიკური პარტიაც რა გემოვნების პოლიტიკა მას არ გააჩნდეს, არ შეიძლება მედია თვითონ შედიოდეს მასთან პირდაპირ ღია პოლიტიკა იქნება თუ ეს დაპირისპირება, ამიტომ ძალიან გვინდოდა ბოლომდე ამისთვის თავი აგვერიდებინა. გვინდოდა რომ პროცესი ყოველგვარი ამ საჯარო განხილვის გარეშე დასრულებულიყო, თუმცა ბოლო მოვლენებმა ჩვენ იძულებული გავხადა რომ ეს განცხადება დღეს გაგვეკეთებინა. რა მოვლენებს გულისხმობთ ბატონო კახა? უკანასკნელ მოვლენებს, როდესაც პრაქტიკულად უკვე ღიად საჯაროდ მასობრივი ინფორმაციების საშუალებით წავიდა ძალიან ბინძური ბრალდებები არხის დამფუძნებლების წინააღმდეგ. მათ შორის იყო ბატონი მერი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეჩერებული თანამდებობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის კვლავ მერი ბრძანდებოდა, როდესაც მან გააკეთა ღირსება შემლახველი განცხადება არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ და ის მოიხსენია, ასე ვთქვათ, იმ ჯგუფის წევრად, რომელიც მას თურმე მიმართულად ბჭყალებში დევნის და ეს მან ტელევიზიას დაუკავშირდა, მინდა ხაზი გაუსვა რომ ამ შემთხვევაში არ იყო საუბარი ლაშა ჩხენკელის პირობითად როგორც დამოუკიდებელი ბიზნესმენის მიმართ პრეტენზიებზე. თქვენ გახსოვთ ეს კადრები, როდესაც ციხიდან გამოსული უგულავა TV3-ის მიკროფონსა და ჟურნალისტს ეძებდა, ანუ მისთვის ეს იყო ეს თქვათ ურთიერთკავშირი კონკრეტულ ადამიანსა და სასამართლოდან გამოსული, დიახ, სასამართლოდან გამოსული. აქ ჩვენ ჩავთვალეთ რომ მაინც ალბათ ემოციური ფაქტორი იყო, შეიძლება აფექტის მდგომარეობა, ნუ ხა 6 საათი გაატარა სასამართლოში და თავისთავად იქსიარული ნამდვილად არავისთვის არ წარმოადგენს კარგ მოვლენას და ბუნებრივია შეიძლება ადამიანი აღელდეს, თუმცა ამის შემდგომ ჩვენ ვნახეთ რომ მთელი დღეების განმავლობაში მთელი პარტიული რესურსი ჩაერთო ტელევიზიის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ PR კამპანიაში. გუშინ თუ არ ვცდები, შეიძლება დღე მეშლებოდეს და იყო განცხადება თარგამაძის, სადაც მან ჩვენ ტელევიზიის დამფუძნებელი მოიხსენია ბანდიტური ჯგუფის დაჯგუფების წევრად, მანამდე იყო ვაშაძის განცხადება, ნადერიშვილის განცხადება და ასე შემდეგ სამკურნალოდ ბევრი პოლიტიკური პირის, მათ შორის ბევრი მათგანი გახავთ საქართველოს პარლამენტის წევრები, რატო უსვავ ხაზს რომ თქვენ იცით რომ კანონმდებლობით და ყველა საერთაშორისო კონვენციის სწორედ საჯარო პირებს და პოლიტიკურ პირებს მოეთმინებათ, მოეთხოვებათ თმენის უფლება და მით უმეტეს მედიის მიმართ. შეიძლება მათ ძალიან ბევრი რამე არ მოსწონდეთ, მაგრამ ბუნებრივია ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ უნდა გადაიზარდოს ამ ესე ვთქვათ შავ PR-ში და ვაქხანალიაში, რომელიმე TV3 იქნება თუ სხვა ნებისმიერი მედია საშუალების მიმართ და სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ვინაიდან ეს უკვე ყოველ ზღვარს გადასცდა და ჩვენი აზრით ამ პოლიტიკოსებმა სწორედ იმ წითელ ხაზს გადააბიჯეს, რომელიც ასე ვთქვათ უნდა არსებობდეს დაუშვათ მედიასა და პოლიტიკურ წარმონაქმნებს შორის და რაც არის რეალურად საფრთხე და ნიშანი იმისა, რომ ხვალდაზეგე შეიძლება სხვა მედია საშუალებები მოექცნენ მათი კრიტიკის ქვეშ და ასე ვთქვათ სცადონ ზეგავლენის გავრცელება იმ თვალსაზრისით, რომ მედია საშუალებებმა მათი მაამებელი პოლიტიკა განახორციელონ, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს სწორი დრო იყო, რომ ჩვენ მათთვის გვეპასუხა. კი ბატონო, მოდით მე
დაგისვათ რამდენიმე კითხვას, რომელიც ბუნებრივად ჩნდება ამ თემასთან მიმართებაში. ეს რომ იყოს დაუშვათ ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თუნდაც იგივე მეთოდებით, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვინახავს მედიასთან დაპირისპირების ხელისუფლების მხრიდან, მაშინ შესაძლებელია არც გაჩენილიყო ეს კითხვა, მაგრამ ოპოზიციური პარტიის მხრიდან ნათქვამი ნებისმიერი, რაც არ უნდა არ მოეწონოს დაუშვათ იგივე ტელევიზიის მფლობელს, ჟურნალისტს თუ ასე შემდეგ, შეიძლება კი რომ აღვიქვათ როგორც რაღაც რეალური საფრთხე ტელევიზიისთვის. მოგახსენებთ ამის თაობაზე, ჯერთ ამ შემთხვევაში საუბარი იყო მოქმედ მერზე, რომელსაც საგრძნობლად დიდი ინსტრუმენტები გააჩნია, მერი არ გახავთ ჩვეულებრივი დაწესებულება, მას გააჩნია უამრავი ბერკეტი საიმისოთ, რომ თუ ის განწყობილია, ასე ვთქვათ, პრობლემები შეუქმნას ტელევიზიას. მე რამდენიმე მაგალითს მოგიყავთ, ჩვენთან არის მაგალითად სამი საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტიპის პროგრამა, ეს გახლავთ სისტემა, გახლავთ ახლო ხედვა და ანატომია, რომელთა გადაცემებში ნაწილი უკვე გავიდა და ნაწილის გასვლა იანვარში გეგმება. ბუნებრივია, იქ იყო საუბარი მათ შორის მერიაში აღმოჩენილ დარღვევებზე, ის რაც ჩვენმა ჟურნალისტებმა აღმოაჩენეს, მათ შორის არის სასაფლაოებზე საუბარი, არის პარკინგის ბიზნესმენებზე და პარკინგის ბიზნესზე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ესეც გახდა, ასე ვთქვათ, საფუძველი მათი განაწყენიანების, ამ შემთხვევაში მერიის თანამდებობის პირების. როდესაც ადამიანი ამ შემთხვევაში მაღალი პოლიტიკური სპირია და ის მაშინ ნამდვილად იყო მაღალი პოლიტიკური სპირი, თავისთავად შეეძლო ამ გამოძიებებისთვის შეეშალა ხელი თეორიულად. ნებისმიერი ხელისუფალი, მოდით ვთქვათ ასე, ნებისმიერ საგამოძიებო ტიპის რეპორტაჟ შეიძლება არიდებდეს თავს. ამიტომ გეკითხებით, ანუ რამდენად საფრთხეებს ხედავდით, თქო, ეს უბრალოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობდით დღევანდელ განცხადებაში თუ იყო რაიმე ისეთი მუქარები, იყო რაიმე ისეთი ტიპის შანტაჟები, თქვენ დღეს ციხვა შანტაჟიც ახსენეთ და იქნებ განგვიმარტოთ რა ტიპის მუქარებზე და რა საფრთხეებზე იყო საუბარი. უბრალოდ მინდა ამოვწურო ეს ზოგადი თემატიკა. ამ ტელევიზიაში ინგა შენც მუშაობ, ამ ტელევიზიაში შენს გარდა მუშაობს 250 ადამიანი. შენ ძალიან კარგად იცი და მით უმეტეს რომ გიმუშავე ისე ტელევიზიებში, სადაც პოლიტიკური ზეწოლა რეალურად ხორციელდებოდა, თუ რა ფონი იქმნება თანამშრომლებში, დაუშვათ რამდენად მათ ასე ვთქვათ мотиваცია შეიძლება დაბრკოლება შეექმნას, როდესაც ასე ვთქვათ პარლამენტის ტრიბუნიდან, როდესაც პარლამენტის ტრიბუნის გამოყენება ხდება და ასე შემდეგ და კომპანიის დამფუძნებლებზე მიდის ამდენად აგრესიული ღია პოლიტიკა. ეს ბუნებრივია, ნამდვილად ასუსტებს თვითონ ტელევიზიის მუშაკების მორალურ მდგომარეობას, ცხადია, როდესაც მათი დამფუძნებლებს ბანდიტებს ეძახიან, თავისთავად ეს არავის სასეონოთ არ აისახება და შემდგომში ხელს უშლის კომპანიის ფუნქციონირებას. მაგრამ გარდა მაგისა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, იყო კონკრეტული შანტაჟი, მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოყვა ანატომიის გადაცემას, ერთ-ერთი დასახელებული პირთაგან სურვილი იყო, რომ ეს გადაცემა საერთოდ არ გასულიყო ეთერში. ანუ გეუბნებოდნენ, რომ არ გასულიყო, პირდაპირ ვინ იყო ეს ადამიანი, შეგიძლიათ საუბარი, მე უბრალოდ ამ შემთხვევაში მინდა თავი შევიკო დამატებით დეტალებისგან, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გახდეს სამართალდამცველების შესწავლის თემა. ჩვენ ეს ფაქტიური მტკიცებულებები გაგვაჩნია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თეორიული ფიქრები, ეს არის კონკრეტულად ფაქტიური მტკიცებულებები, რომელიც შემდგომ შეიძლება სამართლებრივ ორგანოებმა გამოიყენოს. ჩანაწერებია რამე სატელეფონო, SMS-ებია, იმეილებია თუ რა. მოდით ამას მე ხადავარქვე საინფორმაციო მატარებლებს. ამაში ბევრი სხვადასხვა მსგავსი რაც თქვენ ჩამოთვალეთ ინსტრუმენტები შეიძლება იგულისხმებოდეს, ეს ჩვენ გაგვაჩნია და თუ კი იქნება ასე დაინტერესება, აუცილებლად მივაწვდით შესაბამის სამართალდამცველებს. ისე ერთი რამ უნდა ვთქვა ობიექტურობისთვის, ვიდრე შემდეგ კითხვას დაგისვათ, რომ პირადად ამ გადაცემას დიდ პოლიტიკას გულისხმობ, პირდაპირ ეთერში ყოველთვის ყავდა ყველა მხარის წარმომადგენლები, რაც შეეხება კი ბატონო, რაც შეეხება დაუშვათ პირდაპირ ეთერში მათ მონაწილეობას, განსხვავებით წინაწლებისგან, განსხვავებით, როდესაც ბოიკოტით და ათასგვარი სხვადასხვა ბერკეტით ხდებოდა მედიასთან დაპირისპირება, რაც მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა მედიასთან შეჯახება, მაშინ წინა ხელისუფლების, თუნდაც იგივე ბოიკოტის, აი იმ წინაწლებისგან განსხვავებით, იგივე
იგივე ჩვენს არხზე ამ გადაცემაში მე ალბათ არ გამახსენდება არც ერთი გადაცემა, სადაც მათ უარი ეთქვათ მონაწილეობის მიღებაზე და არანაირი ესეთი ღია ტიპის თავდასხმები ჩვენ არ მოგვისმენია. როგორ ფიქრობთ, რატომ ესეთი ღია დაპირისპირება? თუ კი თქვენ საუბრობთ, რომ ხელთ გაქვთ ის მტკიცებულებები, რითიც თქვენ მზად ხართ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოთ. ბრიფინგის დროს ამაზე ვცალთ ვისაუბრე, ეს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, ჰაერიდან უცებ ჩამოვარდნილი. ეს გარკვეულ პროცესებს მოყვა. ჩვენ გვაქვს სათანადოდ ეჭვი, რომ ეს იყო გარკვეულწილად განაწყენება, როგორც ვთქვით, იმ საგამოძიებო გამოშვებებით, რაც გადიოდა დევესამის არხზე და რაც გავადა, რაც მათ ბუნებრივია იციან, რომ იქ არის ძალიან სერიოზულ დარღვევებზე საუბარი. ერთი ეს ნაწილია, მეორე ნაწილია ეს დასამალი არ არის, მით უმეტეს თვითონაც ახსენა ბატონმა უგულავამ, ეს გახდეთ ტენდერები და ტენდერებზე გადაცემა, რომელიც სწორედ ანატომია მოამზადა, სტუდია ანატომიამ და გავიდა TV3-ის ეთერში, სადაც პრაქტიკულად ჩვენ ჩართული ვიყავით კონკრეტულად მე, კახა ბაინდურაშვილი, როგორც დამფუძნებელი და ლაშა ჩხენკელი, ამავდროულად ვართ პალატის პრეზიდენტები და პალატის მოვალეობა ხელი შეუწყოს დიალოგს კერძო ბიზნესსა და მთავრობას შორის. ამ კუთხით ვიყავით ჩართულები, ჩვენმა ჩართულობამ მადლობა ღმერთს გამოიწვია, რომ ტენდერი ძალიან სამართლიანად წარიმართა, ან საშუალება იქ უკვე აღარ იყო რაიმე ტიპის ეს ვთქვათ გარიგება მომხდარიყო, ტრანსპარენტულად მერის მხრიდან იყო ძალიან სერიოზული ცდილობები კომპანიის დისკვალიფიკაციის, რომელსაც ეს ნამდვილად არ ეკუთვნოდა და შემდეგ და საბოლოო სხვათა შორის სატენდერო კომისიამ გაამართლა დღეს ეს კომპანია ისევ დაახლოებით რო გითხრათ, ანუ იმ შედეგით, რა შედეგითაც მერია სურდა, რომ ეს ტენდერი დაემთავრებინა სახელმწიფო ბიუჯეტი სავარაუდოდ 16 მილიონ ლარს იზარალებდა, ანუ ამდენად დიდ თანხებზე იყო ბუნებრივია საუბარი. ნუ აქ ჩვენმა ჩარევამ გამოიწვია ის, რომ ტენდერი ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ და როგორც ჩანს, ეს გახდა ძალიან მკაფიო მიზეზი ბოლო პერიოდში დაპირისპირებისა, ვინაიდან პრაქტიკულად არ მიეცა საშუალება დამატებით 16 მილიონი ლარი ეშოვა დაუშვათ ბიუჯეტის ხარჯზე. ამას მე ერთსაც გეტყვით, ერთ-ერთი მტკიცებულება, რაც გაგვაჩნია, ეს არ არის მხოლოდ არ გავიდეს დაუშვათ რაღაცა ეთერში, არის ის, რომ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშწორებით. ეს მომენტიც არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულ ნაწილში უკვე ეს დამფუძნებლობის გადასაწყვეტი ინდივიდუალურად გადასაწყვეტი თემა ალბათ მიმართავს სასამართლოსაც. გადაწყვეტილი კონკრეტულად ვის წინააღმდეგ აპირებთ, რომ საერთოდ შეიტანოს ჩვენ კონსულტაციებს გავდივართ იურისტებთან და ბუნებრივია მათი რჩევებს გავიზიარებთ. ნუ საუბარია ზოგადად რო ღირსებისა და ღირსების შემლახავი განცხადებების გამო მოთხოვოთ არ არის ანაზღაურება, ვინაიდან იცით რომ ამ ბიზნესში რომელსაც მედია ქვია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც შეიძლება დამფუძნებელს და ტელევიზიას გააჩნდეს და მას თუ ასე ვთქვათ რეპუტაცია შეელახა, შემდგომ ის ასე ვთქვათ კომერციაზეც მოქმედებს, ფინანსებზეც მოქმედებს და ასე შემდგომ ეს არ არის ისეთი ჩვეულებრივი შეპესე, სადაც ამას ძალიან დაბალი როლი იკისრება ბუნებრივი. და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ბატონო კახა, ვიდრე გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და შემდეგ სტუმარს მოვიწვევ ეთერში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შანტაჟზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მუქარებზე, დღეს დაისვა თქვენს პრესკონფერენციაზე ეს შეკითხვა. კონკრეტულად ვის წინააღმდეგ ხორციელდებოდა ეს შანტაჟი? ეს იყო ზეწოლა კონკრეტულ ჟურნალისტებზე, რომლებიც ამზადებდნენ ამ რეპორტაჟებს, რომლებიც ამზადებდნენ ამ გადაცემებს, თუ ეს იყო ზეწოლა, შანტაჟი და მუქარა თქვენზე ან გნებავთ ტელევიზიის მფლობელზე? ეს იყო არხის დამფუძნებლების მიმართ ზეწოლა, თუმცა რაც უკავშირდებოდა ტელევიზიას, მინდა ყველამ სწორედ გაიგოს, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო გარკვეული პირების უკმაყოფილებაზე, გარკვეული გადაცემების მიმართ, ეს არ ყოფილა რაღაც ჩვენ სხვა ბიზნესებთან დაკავშირებული უკმაყოფილება. მათ შორის იყო გარკვეული ზეწოლები ასევე სხვადასხვა პროგრამების წამყვანების მიმართ, ასე ვთქვათ, უშუალოდ მათ მიმართ, როდესაც იყო თხოვნები, რომ ესა თუ ის ასე ვთქვათ, სიუჟეტი არ მომხდარიყო ამ შემთხვევაში არხის თუ გადაცემის შინაარსში და ასე შემდგომ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ამ დღეს აქ არ ყოფილიყავით და ნამდვილად ჩვენი სურვილი არ იყო, რომ ამ ეტაპზე მომხდარიყო საკითხის გამწვავება, მაქსიმალურად შევიკავეთ თავი, თუმცა რასაც ხედავთ, არის მთელი პარტიული რესურსი მობილიზებული, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, ჩვენი დემონიზაცია, რაღაცნაირად დაკნინდეს ის ჰოლდინგი, მედია ჰოლდინგი, რომელიც პრაქტიკულად ეხლა დგავს ნაბიჯებს და ის პრაქტიკულად ჯერ, ასე ვთქვათ, ჩანასახოვან რეჟიმშია.
და ამიტომაც საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამის მეტი დუმილი უკვე ძალიან კონტრპროდუქტიული იქნებოდა და ეს ყველაფერი საზოგადოებას უნდა სცოდნოდა. ძალიან დიდი მადლობა და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, როდის აპირებთ სარჩელის შეტანას სასამართლოში? მე მგონი აქ ეხა ჩვენი თვითმიზანი სარჩელის შეტანა არ არის, ამიტომ ამაზე ეს თქვენ რო გიყვართ ზუსტად ესეთ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ ჩვენ გვინდა კვალიფიციური იურისტებთან გავიაროთ ეს თემა. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, ჩვენ არანაირი სურვილი არ აქვს ვინმე სასამართლოში ვატაროთ და უბრალოდ ეს არ წარმოადგენს ჩვენი მიზანს. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენი რეპუტაცია ბუნებრივია იქნეს აღდგენილი ამ შემთხვევაში სასამართლო და სამართალდამცველებმა რეალურად გაარკვიონ, ქონდა თუ არა ამას ნამდვილად ადგილი. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ რაღაც პოლიტიკურ დებატებში შევიდეთ იგივე პარტიის წარმომადგენლებთან. ჩვენ თვლით, რომ შეიძლება გახდეს უბრალოდ სასამართლოს განსჯის საგანი და თვითონ გაარკვიონ ის ბრალდებები, თუნდაც რომელიც მე დღეს საჯაროდ წამოვაყენე მათ მიმართ, რამდენად რეალურია და რამდენად ფაქტობრივად დადასტურდება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ყვესტუმრეთ გადაცემაში წარმატებას გისურვებთ. ეს არხი არის რეალურად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავისუფლების ხარისხით და მინდა გისურვოთ წარმატება და ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი რომ ყოფილიყოს არა მარტო ეს არხი, არამედ ნებისმიერი არხი. კარგად გრძანდებოდეთ, ძალიან დიდი მადლობა. მასზე ეს იყო კახა ბაინდურაშვილი, ტელეკომპანია TV3-ის გენერალური დირექტორი. გადაცემას განვაგრძობთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ. ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების შეფასებით და ჩვენი სტუმარი იქნება ნინო ბურჯანაძე. დაგველოდეთ. მოვლენები, რომელმაც საქართველოში წინა სახალხო დღეები გადაფარა, საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს აგორებული სკანდალის შემდეგ ოთარ ფარცხალაძე პირველად დღეს პატრიარქის აღსაქმების 36 წლის თავისადმი მიზღვენ საზეიმო მიღებაზე გამოჩნდა გავრცელებულ მასალაში, რომელიც დღეს სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. მთავარი პროკურორი მინისტრების გვერდიძის მთავარი პროკურორი თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა განუცხადა. მისი თქმით, ფარცხალაძის შინდელი განცხადების შემდეგ, რომლითაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ 2000 წელს გერმანიაში ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფარცხალაძესა და პრემიერ ღარიბაშვილის, ასევე თეატრულუკიანს შორის, რომელიც ჩვეულებაში იმყოფება, კომუნიკაცია არ შემდგარა. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა გუშინ განაცხადა, რომ მის მიმართ გააქტიურდა ბინძური პოლიტიკური კამპანია, რადგან რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ ოპონენტები გაანაწყენა. ოთარ ფარცხალაძის მიერ ოპონენტებად მოხსენიებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. ოპოზიციის ოპონენტად მოხსენიება წარმოადგენს ღია განაცხადს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა მთავრობის ხელში იქცა პოლიტიკური იარაღად, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიების მიზნით. ნათქვამია განცხადებაში, ნაციონალურ მოძრაობას მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე, იმიტომ რომ მთავარი პროკურორი ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა. მაშინ მისი წარსულით ნაციონალური მოძრაობა არ დაინტერესებულა, თუმცა ეს არავის აძლევს იმის საფუძველს, რომ დღეს არსებულ ფაქტზე და არსებულ რეალობაზე თვალი დავხუჭოთ. ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ შეშფოთებული იყოს და სასწრაფო წესით არ ყვევდეს რეალობას, დღეს დაკავებულია იმით, რომ როგორმე გამართლება მოუძებნოს საქართველოს მთავარი პროკურორის მუშაობას, ასეთი რამ ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ გაუბედავს, მით უმეტეს ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის შემდეგ. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ უტიფრობაში, უპასუხისმგებლობაში ძალიან მალე გაასწრო ნაციონალურ მოძრაობას, აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეჯამებას დღეს სწორედ ნინო ბურჯანაძე დავიწყებ. მე მას მივესალმები. საღამომშვიდობის ქალბატონ ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა ერთგვარად შევაჯამოთ ერთი წელი, პოლიტიკური წელი, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და რა თქმა უნდა დავიწყებ იმ სკანდალით, რომელზეც კომენტარი ამ წუთას გავაცანით თქვენი მაყურებელს. როგორი არის თქვენი შეფასება დღეს უკვე, როდესაც მთავარმა პროკურორმა თავისი განმარტებები გააკეთა და რატომ თქვით, რომ უტიფრობაში გადაჭარბა ლამის ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას? დიდი მადლობა მოწვევისათვის. უპირველეს ყოვლისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც დღეს გათენდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მივულოცო შობა და ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო უსურვო, ასევე მინდა ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსახსრების წლისთავი და კიდევ მრავალი ვთქვათ წელი ვუსურვო, რომ იყოს ერის და ქვეყნის
ქვეყნის სამსახურში ის ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. რაც შეეხება იმ სკანდალს მართლაც რომელიც იყო, მე ერთმნიშვნელოვნად გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა სინამდვილეში რასთანა გვაქვს საქმე. სინამდვილეში ბატონი მთავარი პროკურორი ახალგაზრდობაში შეეკამათა პოლიციელს უსამართლო ბრალდების გამო, როგორც ის ამბობს, თუ ის იყო, ვთქვათ, ბრალდებული ყაჩაღობით ქურდობაში. იცით, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა გააქარწყლებულია თუ არა ნასამართლობა, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს შეიძლება შეცდომა, თუნდაც ძალიან მძიმე შეცდომა დაემართოს, ყველა ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ყველაზე მძიმე შეცდომა და დანაშაულიც კი გამოისყიდოს ხალხის და ღვთის წინაშე, მაგრამ არსებობს თანამდებობები, რომელზეც ადამიანმა არც კი უნდა იფიქროს, თუ მას წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი. და ასეთი თანამდებობა არის სწორედ მთავარი პროკურორის თანამდებობა. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს ერთი პრობლემა არის, ინგა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის სხვა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმენი, რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად გვთავაზობს დღის წესრიგს. ნაციონალური მოძრაობა განსაზღვრავს ქვეყნის ცხოვრების დღის წესრიგს და შემდეგ ესე იგი ქართული ოცნება არის ნაციონალურ მოძრაობაზე პასუხების გაცემით დაკავებული. იმის ნაცვლად რომ ქვეყანაში მიდიოდეს სერიოზული პოლიტიკური პროცესები. ქვეყანაში სადაც არის საბიუჯეტო პრობლემები, სადაც მძიმე მდგომარეობაში ეკონომიკა არის, სადაც ჩვენ ყოველდღიურად სახელმწიფო გვიპატარავდება, იმიტომ რომ გვივლებენ დამატებით საზღვრებს. სადაც ჩვენ მართლაც უამრავი, ესე ვთქვათ, თავის ტკივილი გვაქვს, იმის ნაცვლად რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს ამ პრობლემების მოგვარებით. საზოგადოებას თავაზობდეს ამ პრობლემების მოგვარების დღის წესრიგს, ჩვენ ხედავთ, რომ ისე გააცოცხლა ქართული ოცნების უუნარობამ და არაკომპეტენტურობამ, რომ არა ვთქვა რაიმე სხვა ნაციონალური მოძრაობა, რომ მუდმივად ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც წარმართავს ქვეყანაში პროცესებს. ქართული ოცნება მიჩანჩალებს კუთხში, საუკეთესო შემთხვევაში პასუხს გაცემენ და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში პასუხის გაცემასაც კი ვერ ახერხებენ და მათი პასუხები არის ძალიან, ესე ვთქვათ, უსუსური და სამარცხვინო. რაც შეეხება რატომ ვთქვი მე რომ ქართულმა ოცნებამ გაასწრო ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო გასაოცარი იყო კიდევ ის რეაქცია და მიუღებელი რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურორის ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე თავად ეს განცხადება, იმიტომ რომ განცხადება მე ჯერ არ ვიცი და არ ვიცოდი იქნებოდა თუ არა დადასტურებული, მაგრამ ქართული ოცნების პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადება, რომლებმაც ქებადიდება დაუწყეს პროკურორს, იმის ახსნა კი არ დაიწყეს, ეს შეესაბამებოდა სინამდვილეს თუ არა. არამედ დაუწყეს ქებადიდება პროკურორს და აპრიორი განაცხადეს, რომ ის გააგრძელებდა მუშაობას და უფრო მეტიც ბატონმა კალაძემ პირდაპირ მაგალითი მოიყვანა, რომ თურმე ბატონ მთავარ პროკურორს სააკაშვილისგან ორდენი ქონია მიღებული სააკაშვილის პროკურატურაში კარგად მუშაობისათვის, ეს ადეიშვილის და სააკაშვილის პროკურატურაა, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო რეპრესიული ორგანო. მე არ მგონია, რომ ეს ძალიან, ასე ვთქვათ, სასიხარულო ფაქტია, რომ ბატონ ფარცხალაძეს მიღებული აქვს ორდენი ადეიშვილის პროკურორობის დროს პროკურატურაში მუშაობისათვის. და საინტერესოა სხვათა შორის. კონკრეტულად რომელი დავალების შესრულებისთვის აქვს მას მიღებული ეს ჯილდო, იმიტომ რომ პროკურატურა მაშინ ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა და პოლიტიკური ორგანო იყო. ამიტომ ესეთი, ასე ვთქვათ, შეხმატკბილებული პოზიცია ქართული ოცნების მხრიდან აჩვენებს იმას, რომ ეს არის ის ერთობა, სადაც ერთი ხმით ლაპარაკობს აბსოლუტურად ყველა, რაც ნამდვილად არ იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის შემდეგ. ვინ არის ის ერთი, ვისი ხმითაც თქვენ ამბობთ, რომ ლაპარაკობს ქართული ოცნება? ეს არის ბიძინა ივანიშვილი თუ ეს არის უკვე ირაკლი ღარიბაშვილი? არა, მე გამიჭირდება ახლა ამის კონკრეტულად, მე მგონია რომ ეს ჯერ კიდევ არის დიდწილად ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციები ესე მოდის. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ ქალბატონ ნინო, იგივე ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ბოლო დღეების მთელი მთავარი თემები, სკანდალები, დაჭერები, დაპატიმრებები, დაკითხვა, მიყვანა პროკურატურაში გამოშვება, გირაო, მთელი ეს კონტექსტი უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის თქმით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას. როგორ აფასებთ თქვენ აი ამ გახშირებულ დაბარებებს პროკურატურაში, თქვენს მიერ პროცესის შეფასება?
იცით რაშია საქმე? ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად არ აქვს არანაირი მორალური უფლება პოლიტიკურ რეპრესიებზე და პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკოს. თუ ვინმე ახორციელებდა ამ ქვეყანაში ჩვენ სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს და დევნას, ეს იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობა. პოლიტიკური რეპრესია ვერ იქნება, ესე ვთქვათ, დავა, რომელიც ეხება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს. პოლიტიკური რეპრესია ვერ იქნება გამოძიება, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ადამიანების ცემას, უკანონო დაპატიმრებას, ქონების ძარცმებას და ასე შემდეგ. მაგრამ ამ განცხადებების საფუძველი ქართულმა ოცნებამ მისცა ნაციონალურ მოძრაობას. იმ არაკომპეტენტურობას თუნდაც როგორც მიდის პოლიტიკური პროცესი და როგორც მიდის სამართლებრივი პროცესი. უგულავა ეხლა არ უნდა იყოს გარეთ. მე არავის არ უსურვებ მით უმეტეს შობის წინა დღეებში ციხეში ყოფნას ნამდვილად, მაგრამ თუ სამართალზე ვლაპარაკობთ, უნდა მოეხერხებინა პროკურატურას, რომ დაედო ისეთი კომპეტენტური მასალები, როგორც ბატონი უგულავას, ასევე ბატონი მერაბიშვილის, ასევე ძალიან ბევრი სხვა ადამიანის მიმართ, რომლებიც დღეს ხმამაღლა და ბევრს ლაპარაკობენ მართლა უტიფრად, უნდა დაედოთ კომპეტენტური მასალები, რომელიც არ მისცემდა არავის საშუალებას, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ დევნაზე ელაპარაკათ. როდესაც ადამიანს ედავებიან 48 მილიონს და 50,000-იანი გირაოთი გამოუშვებენ და როდესაც მას ელემენტარულად ვერ უდებენ რეალურად მასალას, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების უფლებას მისცემს, აქ რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ლაპარაკია ან იმაზე, რომ ქართული ოცნება არის შეკრული ნაციონალურ მოძრაობასთან და ყველა ამ უსუსური ნაბიჯებით ცდილობს, რომ გაათეთროს მაქსიმალურად ნაციონალური მოძრაობა, ამ ფაქტის მოწმენი ჩვენ ვართ ნამდვილად, ან ეს არის მართლაც უკიდურესად დიდი არაპროფესიონალიზმი. თუნდაც ის ფაქტი, რაც მოხდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ეს ფაქტი დღემდე არ იყოს გამოძიებული? მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არ მჯერა ნაციონალური მოძრაობის და ვანო მერაბიშვილის, ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეჭვობ, რომ ვანო მერაბიშვილია მართალი. და ეს ეჭვი რომ მოიხსნას ქალბატონო ინგა, ძალიან მარტივია, უნდა გახსნილიყო ის კამერები, რომელზეც შეიძლება ყოფილიყო აღბეჭდილი ის ფაქტი, რომელზეც მერაბიშვილი საუბრობს. ორი ვერსია თუ შეიძლება აქვე შეგაწყვეტინებ და იგივე თემა რომ განაგრძოთ. ერთი ნომერი რაზეც საუბრობს ვანო მერაბიშვილი, რომ იგი გაიყვანეს თავზე გადაფარებული და შეახვედრეს სპეციალურად ფარცხალაძეს კიდევ ვიღაც სხვასთან ერთად და როგორც ნაციონალები თავარი ერთ-ერთი მესიჯი არის აკაჩავეს ამბობენ ნაციონალები. მეორე არის რომ თავად ვანო მერაბიშვილმა ნაციონალებმა მაგ ტერმინის მნიშვნელობა კარგად იციან. კი, ხო? მე მგონი. ეს და მეორე არის ერთ-ერთი ვერსია ასევე ქალბატონ ნინო, რომ ეს უკვე არის ოპონენტების განცხადებებიდან გამომდინარე ეს ვერსია, რომ ვანო მერაბიშვილმა თავად მოითხოვა შეხვედრა მთავარ პროკურორთან და იგი წამოეგო. აი თქვენი ვარაუდით, როცა ამბობთ რომ ჯერაო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ვერსია მართალი თუ მეორე ვერსია, ეს ლაპარაკობს ქართული ოცნების უსუსურობაზე და არაკომპეტენტურობაზე. თუ წამოეგო, ესე ვთქვათ, მთავარი პროკურორი ამას, როგორც იტყვიან, ვაი და თუ არ წამოეგო და თავად გააკეთა ეს, არანაკლები უბედურება. ანუ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, როდესაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებაში მოსულ ძალას, რომლის მიმართაც ამდენი იმედები ქონდა საზოგადოებას, ჩემი და თქვენი ჩათვლით და ძალას, რომელიც არის უკიდურესად გაუბედავი, არაკომპეტენტური, უსუსური და ვხედავთ მეორე ძალას, რომელიც უნდა მოშორებოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკით, მაგრამ ამ უსუსურობიდან გამომდინარე ეს ძალა იმკვიდრებს თავის ადგილს. მე ნამდვილად არ მინდა 100,000-ობით საქართველოს 100,000-ობით მოქალაქეს ამ ახალი წლის წინ განწყობა გავუფუჭო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ქალბატონო ინგა ნაციონალური მოძრაობა მართლა იმაზე მალე მობრუნდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე და ჩემი პოლიტიკური ძალა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს უმსგავსო გარიგება ალბათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე უსუსური იყოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხმა ამხელანდობა მისცა, როგორც ეს ქართული ოცნების შემთხვევაში იყო, ეს უსუსური გარიგება და ცინიკური გარიგება, როდესაც ხელოვნურად ცდილობენ შექმნან ორი პოლუსი, ორი ესე ვთქვათ პარტია ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ დაუშვათ, იმიტომ რომ ასეთი ორპოლუსიანობის შემთხვევაში გარწმუნებთ ნაციონალური მოძრაობა ძალიან დამაჯერებლად მოუგებს ძალიან მალე ქართულ ოცნებას და ისე შეჭამს და გადაყლაპავს ქართულ ოცნებას, რომ ქართული ოცნება შეიძლება ანუ თქვენ რეალურად ხედავთ ამ საფრთხეს, რომ შესაძლებელია აი ამ პოლიტიკის ფონზე ერთ დღეს დაუშვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ისე ვიხილოთ, მობრუნებული. არა, მობრუნებული არსად არ წასულა ნაციონალური მოძრაობა ქალბატონო ინგა.
ნაციონალური მოძრაობა უნდა წასულიყო ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკით 1 ოქტომბრიდან გამომდინარე, მაგრამ კოჰაბიტაციამ, უსუსურობამ, უნარობამ, არაკომპეტენტურობამ, წილების გადაფორმებამ, სახელისუფლებო მანტიის კარგად მორგებამ და სავარძლებში ძალიან ესე ვთქვათ კომფორტულად ჩაჯდომამ ქართული ოცნების მხრიდან განაპირობა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩა ხელისუფლებაში. წილების გადაფორმებამ ვისგან, რაზე საუბრობთ? ჩვენივრად იყოფენ ერთმანეთში წილებს. პროკურატურა ალბათ დაინტერესდება თუ რა თქმა უნდა პროკურორთან დაკავშირებული სკანდალი გაირკვევა, იმიტომ რომ მე დღეს არ გავაკეთებდი მთავარი პროკურორის ადგილზე ასეთ მკვეთრ განცხადებას, რომ არსაწასვლას არ ვაპირებო. მე მის ადგილზე ჯერ დავდებდი ყველანაირ მასალას, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა და მხოლოდ შემდეგ ვილაპარაკებდი წასვლა არ წასვლაზე, იმიტომ რომ გარწმუნებთ, რომ მორალური ძალა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია პროკურორისათვის, რომელმაც ადამიანებს პრაქტიკულად განაჩენი უნდა გამოუტანოს. ნუ ყოველ შემთხვევაში განაჩენამდე მიიყვანოს. და ადამიანი თუ მას ექნება, ესე ვთქვათ, ჩრდილი იმისა, რომ ის ყაჩაღობით ქურდობისათვის იყო ნასამართლები, ნამდვილად ვერ იქნება, ესე ვთქვათ, სამართლიანი გამშელი. მე ისევ მინდა თქვენს მიერ ნათქვამს, რა თქმა უნდა, ისევ მიუბრუნდე, ესე ვერ გავატარებ წილების გადაფორმების და გადანაწილების თემას. ანუ თქვენ გააქვთ რაიმე რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, მე დაკონკრეტებას არ მოგთხოვთ, თუ ეს თქვენი სურვილი არ იქნება, მაგრამ ფლობთ თქვენ რეალურად ისეთ ინფორმაციას, რომ ის წილები, რაც დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის ხელში იყო შეიარაღებელი თვალით. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს შეიარაღებული თვალით ჩანს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს და გარდა ამისა არსებობს ინფორმაციები, მათ შორის სხვათა შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინა ინფორმაციები აღნიშნულთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება რეალურად თუ მართლა დაინტერესებულია რაღაცა, ესე ვთქვათ, ზედა ეშელონი და მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს დაინტერესებული და არის ალბათ დაინტერესებული იმით, რომ ამის გარკვევა მოხდეს, ადვილად გაარკვევს სიმართლეს. ეს ყველაფერი რეალურად დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას, ვილნიუსის სამიტს და უკვე მერის კანდიდატის დასახელებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ანუ რეალურად მოხდა რა ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და დაიწყო ეს დაკითხვები, დაპატიმრებები, დაჭერები და ასე შემდეგ. თავად გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა ამბობენ, რომ უკავშირდება მთელი ეს რეპრესიები, როგორც ისინი უწოდებენ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც უკვე გამოკვეთილია ორი ფიგურა. ამ სტუდიაში თავად განაცხადა გიგი უგულავამ, რომ მას აქვს პრეტენზია და გადაწყვეტილი აქვს, რომ უნდა მიიღოს კიდევ ერთხელ მონაწილეობა მერის არჩევნებში. ვიცით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანატოვარი, დაუშვათ სურვილი და დასახელებული კანდიდატი ბატონი დავით ნარმანია. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის ახალი პრემიერის პოლიტიკა, რომ სამართლიანობის აღდგენა გახდეს ნომერ 1 პრიორიტეტი, თუ ეს არის მართლა ბრძოლა არჩევნებისთვის? იცით რა, მე ჯერ გამიჭირდება ამაზე კონკრეტულად თქვა, თუმცა ეს ნაწილობრივ გავს ყურადღების გადატანას მთავარი პრობლემებისაგან, რაც ქვეყანაში არსებობს. რატომ ვამბობ ამას? ინგა, ისევ ვუბრუნდები არაკომპეტენტურობას. რომ იყოს წარდგენილი ბატონი უგულავასათვის და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებისათვის მყარი კომპეტენტურად შედგენილი ბრალი, რომელსაც ვერც ერთი მოსამართლე ვერ წაუვა და ვერც ერთი უცხოელი ვერ დაარქმევს ამას პოლიტიკურ დევნას. ასეთ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილად სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი. მაგრამ როდესაც ეს არ ხდება, როდესაც მართლა თამაშია, გაუშვებენ, დაიჭერენ, მე ისევ დაიჭერენ, მე ალბათ ისევ ვიღაცას გაუშვებენ, ხან ჟვანიას საქმით ხდება მუდმივი აპელირება და რა გახდა ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება თვეების განმავლობაში ჩვენ გვესმის. დაახლოებით 6 თვის წინ მოვისმინეთ ჩვენ ინფორმაცია წინა პროკურორის მხრიდან, რომ ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე არის გახსნილი და რომ საზოგადოება უახლოეს ხანებში ამას გაიგებს. ან გენერალური მთავარი პროკურორი ტყუოდა მაშინ და თუ ტყუოდა რა უფლებით ტყუოდა, ან მართლაც ესე ვთქვათ ეს არის რაღაცა პოლიტიკური თამაშების ნაწილი და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რა უფლება აქვთ ხელისუფლებას თუ ეს საქმე გახსნილია საზოგადოებამ ამის თაობაზე არ იცოდეს. ფიქრობ, შეიძლება გაქვთ ეს მოლოდინი თქვენი ყველა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე. არანაირი მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რამე საქმეს და მით უმეტეს ასე რთულ საქმეს გახსნის, ნამდვილად არ მაქვს. არ გაქვთ მოლოდინი, რომ გახსნის, მაგრამ თუ გაქვთ მოლოდინი კი არა და ინფორმაცია იმის შესახებ, თქვენი აი მთელი იმ წარსული ინფორმაციებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია დაიდოს არც თუ ისე
შორეულ მომავალში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სრულიად ახლებური ვერსია, ანუ არა გარდაცვალების, არამედ მკვლელობის. მე რომ ასეთი ინფორმაცია მქონდეს, ან თუნდაც რაიმე დეტალი, რომელიც ასეთ ინფორმაციას არსებობაზე მიუთითებდა, რა თქმა უნდა, მე გამოძიებას ამის თაობაზე შევატყობინებდი. მე ნამდვილად არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, არა, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია ასეთი საქმეების გამოძიება, მით უმეტეს, როდესაც წლებია გასული და როდესაც თუ ეს მკვლელობა იყო, რა თქმა უნდა, იქნებოდა მცდელობა, რომ დამალული ყოფილიყო, ესე ვთქვათ, მკვლელობის კვალი და მით უმეტეს რთულია გამოძიება და მით უმეტეს, ესე ვთქვათ, წარმოუდგენელი გამოძიების შედეგი, როდესაც მე ასეთ წარმოუდგენელ მართლა არაკომპეტენტურობას და უცადინარობას ვხედავ ხელისუფლების მხრიდან. თავის დროზე ეჭვი თუ გაგჩენიათ, როდესმე მაინც, აი, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ვიყავით პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ვერსია, როდესაც მოისმინეთ, ალბათ, როდესაც გაეცანით იმ მასალებს, თქვენ სამართალმცოდნე ხართ, პირველ ხანებში ნამდვილად არა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ასე ვთქვათ, მკვლელობის ვერსია, მაგრამ შემდეგში ეს ეჭვი ბუნებრივია გაჩნდა, თუმცა ხელმოსაკიდი მე არაფერი არ მქონია და შესაბამისად შემიძლია მხოლოდ 50%-იანი ალბათობით ვისაუბრო, რომ ეს იყო ან მკვლელობა, ან უბედური შემთხვევა. როგორც ჩანს, ამ საქმეზე ძალიან სერიოზულად მიდის მუშაობა. ყოველ შემთხვევაში მე შეგახსენებ დაახლოებით 2 კვირის წინ თუ არ ვცდები, როდესაც პირველად დააპატიმრეს ძველი თბილისის გამგებელი და მისი მოადგილე ბატონი კობა ხარშილაძე, რომელიც იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარისას ხაზი გაუსვა სწორედ თემას ასეც, რომ ისინი ნაციონალები არიან პანიკაში და მათ შორის იმიტომაც, რომ ჩვენ გახმაურებული საქმეების გამოძიება დავიწყეთ და ახსენა რაღაც კონტექსტში ჟვანიას საქმე. ჟვანიას საქმესთვის. ინგა, ეს არ არის თამაში. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. მე არ ვიცი ხა ბატონი ღარიბაშვილისთვის მე არ მომისმენია და ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ მაგ კონტექსტიდან გამომდინარე რა როგორ იყო, მაგრამ თუ ჟვანიას დაცვის უფროსი დააპატიმრეს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მაშინ უნდა ითქვას ეს, რომ ამ საქმისთვის არის დაკავებული და კაცი მართლა დააპატიმრო ბუჩქების დარგვა არ დარგვისთვის და სინამდვილეში ესე ვთქვათ გამოძიება გააგრძელო ჟვანიას თემასთან დაკავშირებით, ნუ ეს არის საზოგადოების უბრალოდ აბუჩად აგდება და ეს ნამდვილად არაფერს კარგს არ მოიტანს და არც სწორ შედეგს არ დააყენებს, გამორიცხულია უბრალოდ. კარგით, ისევ მინდა მიუბრუნდე იმ თემას, რომ ეს ყველაფერი ხდება უკვე ადგილობრივი არჩევნების წინ. განცდა, როდესაც უყურებ შორიდან როგორც არამონაწილე ერთთან მეორე მხარეს არის რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება თითქოს უკვე საარჩევნო ფაზაში შესული. ეს აწყობს ორივე მხარეს ინგა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ეს არის სცენარი ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისა ქვეყანაში. მიუხედავად ამ დაჭერებისა და საერთოდ პოლიტიკა თქვენ იცით, მით უმეტეს, როდესაც ახლა ისეთ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, პარტყების გადმოყრას დიდად არ შეუშინდება ნაციონალური მოძრაობა და შეიძლება ეს პარტყები გადმოყაროს კიდეც იმისათვის, ვთქვათ, უგულავას მერაბიშვილის სახით, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში თავი გაიმართლოს, ასე ვთქვათ, გაირეცხოს, ნუ თითქმის გარეცხილია უკვე ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისი შედეგი მიიღოს. აი ეს დაპირისპირება, როდესაც თუნდაც დებატებში თქვენ ხედავთ, რომ ყოველთვის დებატებში შედან ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, რომ ითხოვდეს მარტო ქართულ ოცნებასთან დებატებს და სხვაზე უარს ამბობდეს, გასაგებია, მაგრამ ქართული ოცნებაც უარს ამბობს სხვა პოლიტიკურ ძალებთან დებატებზე და ნაციონალურ მოძრაობას ირჩევს. ეხლა ეს რომ იყოს წინა პერიოდი, შეიძლება ესე ვთქვათ, განდიდებულმა ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ ნუ სხვები ჩვენი დონის არ არიანო, მაგრამ ბოლო-ბოლო ეხლა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც ასე თუ ისე 10%-იანი შედეგი დაფიქსირდა, რამაც აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულიად უთანასწორო ბრძოლაშიც კი ახერხებს 10%-ის მოპოვებას. ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში 10%-იანი კი არა, 3-4%-იანი პოლიტიკური ძალის იგნორირება არ ხდება. არ ხდება არც გერმანიაში, არც საფრანგეთში, არც იტალიაში, არცად. ეს ხდება საქართველოში, იმიტომ რომ ორივე პოლიტიკურ ძალას აწყობს ორი პოლუსის ჩამოყალიბება, ეს აწყობს ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც. ნაციონალურ მოძრაობას ეს აწყობს იმისათვის, რომ დაჩაგრულის როლში გამოდიოდეს, ქართულ ოცნებას აწყობს იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას არ აწყობს, რომ ბურჯანაძე იყოს ოპონენტი. რატომ არ აწყობს ქართულ ოცნებას, რომ იყოს მე ერთი უნდა იმიტომ რომ მე მაქვს, ასე ვთქვათ, კომპეტენციაც და უფლებაც, რომ ქართულ ოცნებას შეცდომებზე მივუთითო და ნაციონალურ მოძრაობას არ კომპეტენცია აქვს, მაგრამ ამის მორალური უფლება არ აქვს და რაც არ უნდა ცამდეს სიმართლე ილაპარაკოს ნაციონალურმა მოძრაობამ, მოსახლეობა ყველა შემთხვევაში, ნუ უმეტეს შემთხვევაში იხრება ქართული ოცნების მიმართ სიმპათიით. ამიტომ ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობა არის იდეალური
რეალური ესე ვთქვათ ოპონენტი და ამასობაში ისინი ვერ ხვდებიან რომ რეალურად ესე ვთქვათ მორიელი გადაყავთ მეორე ნაპირზე რომელიც რაც უჩი დაჭირდება იმ წუთში მათ ესე ვთქვათ დაგესლავს ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა იცით ეს რომ მარტო პარტიების პრობლემა იყოს ინგა მე ამაზე ამდენს ნამდვილად არ ვისაუბრებდი მით უმეტეს ახალი წლის წინადღებში ეს პრობლემა შეიძლება კი არა დიდი ალბათობით უკვე ქვეყნის პრობლემა გახდება იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა იკრებს ძალას ნაციონალური მოძრაობა ბედავს რომ დღეს ილაპარაკოს სამართლიანობაზე ილაპარაკოს პატიმრებს როგორ ექცევა ქართული ოცნება ძალიან ცუდია თუ ციხეებში კიდევ რაიმე ცუდი ხდება და ამას საგანგებო ყურადღების მიქცევა უნდა მაგრამ ვის აქვს ნაციონალური მოძრაობიდან ამაზე ლაპარაკის უფლება და ამას რომ ყველაფერს ბედავს ნაციონალური მოძრაობა ეს არის სწორედ იმ გარიგების თუ მორიგების თუ ინტერესების თანხვედრის შედეგი რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ. ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა გარიგება ნაციონალებსა და ოცნებას შორის და მართლა ხა დღეს უგულავამ ერთი სიტყვა თქვა და ნამდვილად არ მინდა ის სიტყვა ქართული ოცნების მიმართ გამოვიყენო ხო მართლა იმბეცილები ხო არ არიან როგორ შეიძლება მართლა ესე ხელი შეუწყო ნაციონალური მოძრაობის წამოდგომას ფეხზე გათეთრებას გარეცხვას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც თქვენ მძანეთ რომ ჩვენ არ დავუშვებთო ამ გარიგებას რამდენჯერმე როდესაც ამაზე საუბრობდით გეთანხმებით საპრეზიდენტო არჩევნებმა დააფიქსირა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა და არსუ ისე დაბალი მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნებში აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ რას ნიშნავს არ დავუშვებთ თუ გაქვთ გადაწყვეტილი უკვე მომავალი წლიდან დაუშვათ აქტიურად ჩაერთოთ იგივე იმ წინასაარჩევნო კამპანიაში გულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მე ერთხელ დაგისვით ამ თემაზე შეკითხვა და თქვენ თქვით არაო მაგრამ კიდე უნდა დაგისვათ ხომ არ გადაგიწყვეტიათ შემთხვევით პირადად თქვენ იყაროთ კენჭი თბილისის მერის პოსტზე არა რაც მაშინ გიპასუხეთ იმას ვეკპასუხობთ ახლა რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთვებით ინგა ჩვენ ახლა ეს ერთი თვენახევარი პრაქტიკულად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისე უნდა მომეშველოთ მე მგონი. არა, უშავს მე შეგეშველები. ესე იგი, იმედია მხოლოდ ამ სტუდიაში არ გაქვთ დაცდილი, ცუდად მოსულ. რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, მაშასე რა ფორმით აპირებს ნინო ბურჯანაძე საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე წუთში. მაშასე განვაგზობთ გადაცემას მე ისევ ნინო ბურჯანაძესთან გადავალ შემდეგი შეკითხვით ქალბატონ ნინო ანუ ამბობთ რომ მერობაზე არ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული უბრალოდ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული რომ მერობის კანდიდატი არ იქნებით მაგრამ აპირებთ აქტიური ფორმით ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას აუცილებლად ინგა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დავაფიქსირეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა და რეალურად ერთადერთი ძალა რომელსაც აქვს ესე ვთქვათ სერიოზული შესაძლებლობა რომ ახლა წინააღმდეგობა გაუწიოს აი ამ გარიგებებს რაც ხდება ნამდვილად ჩვენი პოლიტიკური ძალა თუმცა მე იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერიც გვეყოლება ჩვენ ახლა ეს თვენახევარი გამოვიყენეთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმისათვის რომ სერიოზული რეორგანიზაცია დაწყებულიყო პარტიაში ანუ პარტია გადაერთოს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ახალი კადრები მოვიზიდოთ ესე ვთქვათ ანალიზი გავაკეთოთ არსებული რეალობის და გარწმუნებთ რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიქნებით მზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ რომ ჩაირთვება ის ბერკეტები რა ბერკეტებიც იყო ჩართული და ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი ისევე როგორც არ იყო სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები წარმოუდგენლად დიდი თანხები იქნება დახარჯული და ძალიან სერიოზული манипуляციები და გარიგებები იქნება ადგილებზე იმიტომ რომ არ ეთყობა ქართულ ოცნებას რომ აპირებდეს იმ ესე ვთქვათ მოთხოვნების რეალიზაცია საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით რომელსაც თავად ითხოვდნენ როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ მაგრამ ამის და მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები დღეს გაცილებით უკეთ ხედავენ რეალობას ვიდრე თუნდაც 2 და 3 თვის წინ ხედავდნენ. დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ხელისუფლების მოსვლის შანსი ნამდვილად აღარ გაუჩნდეს. და რაც შეეხება ოცნებას, ანუ წინასწარხად შეგუებული იმას, რომ ისევ გაიმარჯვებს ოცნების კანდიდატი, როგორც ეს მოხდა მარგველაშვილის შემთხვევაში. არა, მე არასოდეს არ ვეგუები. თქვენი კანდიდატი თუ გყავთ უკვე გადაწყვეტილი, ვინ იქნება მე გადავწყვეტ აუცილებლად გაგაგებინებთ, რაც შეეხება იმას, ჩვენ არასოდეს არ ვართ შეგუებული დამარცხებასთან, ყოველთვის
ვიბრძვით გამარჯვებისათვის, თუმცა პოლიტიკა და ცხოვრება ისეთია, ხან შეიძლება გაიმარჯვო და ხან შეიძლება სხვამ გაიმარჯვოს, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა იქნება ისევე, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ისიც დაინახა კიდევ ერთხელ, რომ არ შეიძლება ვინმეს ხათრით გადაწყვეტილებების მიღება, ინგა, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ხა მე ადამიანურად ნამდვილად მიჭირს ხოლმე მარგველაშვილზე, ასე ვთქვათ, ნეგატიური საუბარი, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, რომ ქვეყანას ყავს პრეზიდენტი. რას ნიშნავს ვერ ვგრძნობ? მას შეკვეცილი აქვს პრინციპში უფლებები და მთელი ეს უფლებები არის გადასული პრემიერზე, არა? საკმარისი უფლებები აქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში პრეზიდენტი იგრძნობოდეს და თუნდაც იმ ტიპის განცხადებები არ კეთდებოდეს, რაც მან გააკეთა მავთუხლართებთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არ აქვს 21 საუკუნეში მნიშვნელობა სად გაივლის მავთუხლართები. მოდით ვკითხოთ დიდში, დვანში, სხვაგან მაცხოვრებელ ადამიანებს, რომელთა ბაღებზე და სახლებზე გაიარა ამ მავთუხლართებმა, აქვს თუ არა ამ მავთუხლართების გავლის ადგილს მათთვის მნიშვნელობა. ამ ადამიანებმა საკუთარი ხელით აშენებული სახლები დაშალეს აგურ-აგურ ინგა და გადმოიტანეს მავთუხლართების აქეთ. და როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არ აქვს უფლება, არ აქვს მნიშვნელობა მას რა უფლებები აქვს, ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მავთუხლართები სად იქნებაო, ეს შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ აგერ გაგვიტაროს რუსთაველზე რუსეთმა მავთუხლართები. თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ მისთვის აქვს მნიშვნელობა და იზრუნებს იმაზე, რომ მავთუხლართები რაც შეიძლება აქეთ გადმოწიოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს ეს ვუთხრა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, როგორ წარიმართება. ჩვენ მივდივართ იმ გაჭაობისაკენ. ჩვენ მივდივართ იმ რეალობისაკენ, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე, ვლაპარაკობდეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარღვევებზე, რეფორმების, ვლაპარაკობდეთ ქვეყანაში რეალურ ცვლილებებზე, რაც ესე სჭირდება ჩვენს ხალხს. ამის ნაცვლად ჩვენ მუდმივად ვართ წამოგებული ნაციონალური მოძრაობის ანკესზე, ხელისუფლება მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში და შესაბამისად მთელი საზოგადოება და ქვეყანა და ჩვენ მივყვებით ნაციონალური მოძრაობის, უფრო სწორად ხელისუფლება მიყვება ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს. ეს ქვეყანას მიიყვანს მართლაც დაჭაობებულ პოლიტიკურ ცხოვრებამდე, იმიტომ რომ რეალურად დღეს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში ნამდვილად არ არის, ამაში დამეთანხმება ნებისმიერი ადამიანი, ვინც კარგად ერკვევა, ან მეტნაკლებად ერკვევა პოლიტიკაში და თანდათანობით ქვეყანაში იგრძნობა, რომ ეს სახელმწიფოებრივი ნიშნები ქვეყანას სერიოზულად ეკარგება. რატომ მოდით ბოლო კითხვას დაგისვავთ, რატომ გაგიჩნდათ ესეთი განცდა? უნაროა ხელისუფლება მოქმედი ხელისუფლება რომ უნაროა, ამაზე ბევრი ვილაპარაკე მე დღეს ამ გადაცემაში და ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა უნაროს ქვეყნის მართვის კუთხით, როგორც მენეჯერი, გუნდზე მაქვს საუბარი, დაუშვათ ეკონომიკური მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, ყველა მიმართულებით სამწუხაროდ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატება მინდა გისურვოთ. შევხვდებით უკვე ალბათ მომავალ წელს, იმიტომ რომ ამ კვირის ბოლოს ვასრულებთ ჩვენს გადაცემას. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. მე შევეცდები არ გადავიხადო 400,000 ლარიანი გირაო და შემაბრუნონ უკან, თუ ამ ხელისუფლებას ის უნდა რომ უფრო მეტი ხალხი იჯდეს ციხეში, განაცხადა ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსთან ყობა ხარშილაძესთან ერთად დაკავებულმა და გირაოთი გამოშვებულმა ძველი თბილისის ყოფილმა გამგებელმა ფურცხვაიძემ შეგახსენებ ყობა ხარჩილაძე გუშინ მეორე დააპატიმრეს. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მისი დაჭერა ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირდება. გადაცემას ლაშა ფურცხვაიძე და ყობა ხარჩილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია განაგრძობენ. რეკლამის შემდეგ დაიკითხა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი ჟვანიას თემაზე. განვაგრძობთ გადაცემას და წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის შემდეგ სტუმრებს ლაშა ფურცხვაიძე და ბექა ბასილაია დაკავებულის ადვოკატი. საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მასზე ბატონო ლაშა, თქვენ დაგაკავეს ყობა ხარშილაძესთან ერთად და შემდეგ გაგანთავისუფლეს 400,000 გირაოს სანაცვლოდ. დღევანდელი განცხადება იყო თქვენი ასეთი, რომ არ აპირებთ, ფიქრობთ რომ არ გადაიხადოთ ეს გირაო, რატომ? გუშინდელიც იგივე იყო, გეტყვით, იმიტომ რომ აი ვერ გამოვდივარ ამიდან აპათიით ამაღლებული იმიდან, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ ეძლევა თავისი სიმართლის დადასტურების შესაძლებლობა, მაშინ ჯობია
მოდით, ჯერმე ჩამსვან ციხეში, მე კიდევ რაღაც ჩასვან. თუ ეს პოლიტიკა ავირჩიეთ, იყოს ეს პოლიტიკა ქვეყანაში. ანუ ფიქრობთ, რომ ეს იყო უბრალოდ საბაბი იმისთვის, რომ დაუშვათ ყობა ხარშილაძე ხელახლა ყოფილიყო დაპატიმრებული? რა თემასთან მიმართებაში? ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან თუ სიკვდილთან მიმართებაში. რატომ გაგიჩნდათ ასეთი ეჭვი, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? მაშინ გითხავთ, თუ ეს იყო Green Service-თან დაკავშირებით, მაშინ Green Service-თან დაკავშირებით, როგორც მე ვარ მათი რა უკნა ხა რა უნდა ვთქვა მას ჭკვიანი თავი თუ აზროვნებით დამნაშავე, ისევეა ყობა ხარშილაძე. რატო დამტოვეს მე გარეთ და რატო დააკავებს ყობა ხარშილაძე? ამიხსენით. კიდევ არ უყურებ ხოლმე ტელევიზორს სიმართლე რო გითხრათ, გარდა ნეგატივისა ვერაფერს ვერ ვხედავ და კიდევ გუშინ ქალბატონმა ეკაბესელიამ ღიად განაცხადა, რომ ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი დაკავებული ვაღიარებ, რომ არ უთქვავს ყობა ხარშილაძე, ოღონდ თქვა, ერთ-ერთი დაკავებული იყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე. ვინ ერთ-ერთი დაკავებული? მე თუ ყობა, თუ მესამეც იყო ვიღაცა, არ ვიცი. ანუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ეს ეხებოდა კონკრეტულად ყობას ადამიანი პირველად თქვა რა თანამდებობა აქვს პრემიერ-მინისტრმა თქვა პირველად და მეორედ ეკაბესელიამ, რომელიც ალბათ დღეს, ანუ გუშინ უკვე უთხრეს, რომ ესეთი რაღაცა არ უნდა თქვა ადამიანმა, პოლიტიკოსმა მით უმეტეს, არ ვიცი თავში წამოვარდგეს ამ ადამიანს თუ რა უქნეს, დღეს გამოვიდა ტელევიზიით და მე ეს არ მithქვავს იძახის. ახლა ხვალ რომ შევხვდეთ მე და გუშინ მე ტელევიზიაში არ ვიყავი თქვენთან თქო რომ გითხრათ. დიახ. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ კიდევ ვიდრე ადვოკატთან გადავალ შეკითხვი. დაკავებამდე თქვენი ინფორმაციით თუ ქონდათ საუბარი ყობა ხარშილაძესთან ჟვანიას თემაზე, ვიდრე პირველად დაგაკავებდნენ, ან ვიდრე პირველი დაკავებიდან მეორე დაკავება მოხდებოდა? ჩემი ინფორმაციით არა. ანუ ჩემი ინფორმაციით კი არა, საერთოდ არ ქონიათ. წინა ხელისუფლებამ თავის დროზე ყობა ხარშილაძე დააკითხა რამოდენიმეჯერ, ხომ როგორც მინდა გამოძიების პროცესი, მას მე არანაირი კითხვა არ გაჩენილი. და მე რამდენადაც კარგად მახსოვს, ყოველ შემთხვევაში ესე მახსოვს, ეს ხელისუფლება როცა მოვიდა, ჯერ იყო რომ რამოდენიმე კვირაში, მეგრე უკვე დღე-დღეზე, გავიდა ერთი წელი თითქმის, ხო? რაც ეს თემა მუსირებს, რომ არიქ აი ახლა გავხსნით. ზურაბ ჟვანიას ერთხელ არ უნდა დაკითხო ადამიანი? არ გაინტერესებს? თუ არ გაინტერესებს, უცებ რა ხდება ამ დეკემბრის ბოლოს და რა ხდება, რატო აკავებ ადამიანს? შესაძლებელია უცებ იმიტომაც, რომ მიდის პროკურატურაში ძალიან სერიოზული მუშაობა. ჩვენი ინფორმაციით ეს არის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, რომ მაგალითად იგივე ყოფილი მთავარი პროკურორი საუბრობდა ამ სტუდიაში, ზურაბ ჟვანიას და იუსუფოვის მამა, ოჯახის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი ნივთმტკიცებები გაჩნდა, რომ საქმე შესაძლებელია სრულიად თავდაყირად ადგეს და შესაძლებელია სწორედ ეხლა იმიტომ გაჩნდა კითხვები. თქვენთან მეგობრებთან მას არ უსაუბრია საერთოდ ამ თემაზე, ყობაზე გაქვს საუბარი ჟვანიასთან მიმართებაში. და მე ამაზე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, ყობა რასაც ითხოვდა, რასაც დღესაც ითხოვს, ერთადერთი არის, რომ ნებისმიერი თემა გაასაჯაროეთ. ხო ამბობთ, რომ ვიღაცებს ეშინიათ, მე მეშინია იგივე ყობას, ანუ ეშინია რაღაცა დეტალების გასაჯაროებაზე. გაასაჯაროეთ ყველაფერი. ეხლა როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციხის კადრებზე აღმოჩნდა, რომ არიქა ვერ ვასაჯაროებთ ამ ციხის კადრებს, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილი არის მათყუარა, იგივე გამოვა ეხლა ამაზეც, აი ნახავთ. აქვთ და არასაჯაროებენ რა? აქვთ, რასაც ამბობენ, რომ გვაქვს საზოგადოების მეტი ინტერესი რამე თემაზე არის, მე მგონია, რომ არ არის. გაასაჯაროეთ ეს თემა. გაასაჯაროეთ. ანუ ყველასგან გვესმის, თქვენ სიმართლე რო გითხრათ, ერთ-ერთი ჟურნალისტი ბრძანდებით, ვისთანაც სიამოვნებით მივალ ტელევიზიაში და ვილაპარაკე. დიდი მადლობა. პირდაპირ ვამბობ ამას. ოღონდ მართლა უკეთეს თემებზე მინდოდა ლაპარაკი და არა აი ესეთ თემებზე რა და სიმართლე რო გითხრათ, ვისაც უსვავთ კითხვას, რო გიყურებთ, ყველა ამბობს, პრინციპში შეიძლება პირდაპირ ამ ქვეყანას რაც აკლია, კი ან არა. გავასაჯაროოთ, არა, აი ეს ვაკრუგდა ოკალა აი ამეთი სიარული, რომ იქნება არ გავასაჯაროოთ. გვინდა გავასაჯაროოთ, არ გვინდა არ გავასაჯაროოთ. თუმცა თავის დროზეც იყო ასეთი ფაქტი, როდესაც გამოძიებამ დასრულებულად გამოაცხადა ზურაბ ჟვანიას საქმე და ითქვა, რომ უკვე გამოძიებულია, არც მაშინ არ მომხდარა გასაჯაროება და ამან გააჩინა ბუნებრივი
ჩვეულებრივია ბევრი კითხვის ნიშანი და დღეს როცა ახალ მტკიცებებზე არის საუბარი გუშინ კობა ხარშილაძე სანამ დააკავებდნენ მე თქვენთან მინდა ბატონბექა გადმოვიდე შეკითხვით როდესაც იმ ცნობილ თემას ეხებოდა მისი კომენტარი ბილეთების თაობაზე რის გამოც მეორედ მოხდა მისი დაბარება პროკურატურაში დაჯავშნილი ბილეთების თაობაზე მან თავადვე ახსენა რომ როგორც ჩანს ჩემი დაპატიმრება იგეგმება ჟვანიას საქმესთან მიმართებაში მე თქვენ როგორც ადვოკატს მინდა კითხო თუ იცით ამ დრომდე მას ამ თემაზე შეკითხვები დაუსვეს უკვე მეორე დაპატიმრებიდან ამ წუთამდე არა მოგახსენებთ მოცემულ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე სამართლებრივად ფაქტობრივად ლაშა ფურცხვანიძეს და კობა ხარშილაძეს ბრალდება წაეყენა და ისინი დაკავებული იქნენ შეპესე გრინ სერვისის საქმესთან დაკავშირებით მთელი ეს პერიოდი ამ პერიოდის მანძილზე როდესაც მუსირებს აზრი რომ თითქოს და კობა ხარშილაძე ფლობს რაღაც განსხვავებულ ინფორმაციებს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მთელი ამ ერთი წელიწადნახევრის მანძილზე უკვე ხო თითქმის ის დაკითხული არ ყოფილა საგამოძიებო ორგანოებში არც ამ დროის შუალედში დაკავებიდან პირველი დაკავებიდან გუშინდელ სააპელაციო სასამართლოს ხდომამდე ის არ ყოფილა საგამოძიებო ორგანოებში ამ თემაზე დაბარებული დასაკითხად მაგრამ ჩვენ რატომ ვაცხადებთ რომ მოცემულ სიტუაციაში საქმე გვაქვს სწორედაც რომ კობა ხარშილაძის როგორც პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსის დიახ დაკავებასთან და არა როგორც შეპესე გრინ სერვისის დამფუძნებელთან და დირექტორთან. მოცემულ საქმეზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გრინ სერვისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ჯერ კიდევ 2012 წლის აპრილიდან. ყურადღება მივაქციოთ 2012 წლის აპრილიდან. ეს იყო მაშინ გახმაურებული ცნობილი კიპარისების თემა. ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს ჩატარდა საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ კიპარისებთან დაკავშირებით ვერავითარი დანაშაულებრივი ფაქტორები გარემოებები ვერ დადგინდა. დღეს, როდესაც უпростоრად 2013 წლის 16 დეკემბერს დაკავებული იქნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები და ბრალდების ხარის მიერ გადმომიცა მასალებში ცხადად არის ასახული და ეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შემიძლია წარუდგინონ, ნუსხა არის პირდაპირ მასალების, ხო, სასამართლოში არის წარდგენილი 2013 წლის აპრილის შემდგომ საგამოძიებო მოქმედება ამ საქმეზე საერთოდ ჩატარებული არ არის და უეცრად 2013 წლის 16 დეკემბერს ხდება ამ პირთა დაკავება. ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება, ეს საგამოძიებო მოქმედებაში არ შედის, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც საქმეში დევს 2013 წლის აპრილის შემდგომ პერიოდში, არის 2013 წლის 16 დეკემბრის რევიზიის აქტი. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი რევიზიის აქტი გრინ სერვისის საქმიანობასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ საქმეშივე მოიპოვება 2013 წლის 8 აპრილის რევიზიის აქტი, იგივე რევიზორების მიერ შედგენილი, იგივე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და 2013 წლის 8 აპრილის რევიზიის აქტმა სამართლებრივი შედეგები დააყენა გრინ სერვისთან დაკავშირებით. საგადასახადო დავალიანებები დაერისხა დაახლოებით 100,000 ლარის ოდენობით ჯამში. და 2013 წლის უკვე 16 დეკემბრის აქტი აბსოლუტურად იმეორებს 8 აპრილის აქტის შინაარსს. ანუ ხელოვნურად დაიწერა ეს აქტი, რომ ვითომ ახალი მტკიცებულება გაჩნდა და განხორციელდა ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის დაკავება. რა ხდება შემდგომ? პირველი ინსტანციის სასამართლოში, როდესაც განხილვა მიმდინარეობდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის მოსამართლემ ისინი დატოვა გირაოში და გაათავისუფლა დაკავებიდან, რამდენადაც ჩათვალა, რომ დაკავების საფუძვლები არ არსებობდა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ კი მხოლოდ კობა ხარშილაძე დააპატიმრა. მე, რა თქმა უნდა, ლაშა ფურცხვანიძე დღეს თავისუფალი ამით მოხარული ვარ და არც ვისურვებდი, რომ ლაშასაც ისეთი მძიმე აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა როგორც კობასაც, მაგრამ ხელოვნურობას ერთ საქმეზე აბსოლუტურად ერთ და იგივე საფუძვლებით ორივე არიან ამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გრინ სერვისის დამფუძნებლები, ორივე მონაწილეობენ ამ კომპანიის მართვაში. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ბრალდების მთელი ხაზი იყო კობა ხარშილაძის მიმართულებით, რომ კობა ხარშილაძე იყოს დღეს პატიმარი. არავინ არ ინტერესდება იმით, ლაშა ფურცხვანიძე საერთოდ 400,000-იანი გირაოს უზრუნველყოფა შეძლებს, ვერ შეძლებს და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება კობა ხარშილაძის მიმართ დამატებით მტკიცებულებას, რაც თქვენ კი ბატონო, მაგაზე ბილეთთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით დავსვამ მე შეკითხვას, მე ისევ მინდა ამ თემას მიუბრუნდე, რომ ერთად დაპატიმრებულები იყვნენ, გამგებელი და მისი მოადგილე და შემდეგ მოხდა მხოლოდ ხარშილაძის დაპატიმრება. ანუ ეს არის ეჭვი, რომელიც ჩნდება
და ჩვენ ვისმენთ ამ ბოლო დღეებში, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ აი იმ გახმაურებულ საქმეს, რომელსაც ეწოდება ჟვანია საქმე. მე მინდა კითხვა დაგისვათ ასეთი ბატონოაშა, იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ გადაწყვეტთ და თუ საბოლოოდ გაქვთ ესეც რომ დამიდასტუროთ გადაწყვეტილი, გადაიხდით თუ არა იმ 400.000, რა იქნება შემდეგ? ანუ საკუთარი ფეხით აპირებთ რომ წახვიდეთ და ჩაჯდეთ ციხეში? სიმართლე რო გითხრათ, გუშინ ნამდვილად ესეთ ხასიათზე ვიყავი, მე უბრალოდ მეგობრები მიხსნიან და მართალიც არის, რომ ნუ ერთადერთი თუ გაახარებ ამით იგივე პროკურატურას ან სხვა კანონდამცველებს ესე რო ვთქვათ, თორე დანარჩენი ვერანაირ დადებით შედეგს ამითი ვერ მოიტან. ნუ გუშინვე მითხრა რამოდენიმე მეგობარმა, რომ არ არის პრობლემა, ჩავდებთ ჩვენ ბინებს, ყველა საცილო რაც არის, ყველა ჩემი ქონება დააყადაღეს. ანუ მე მავალდებულებენ რომ 400.000 ლარი უნდა გადავიხადო და აბსოლუტურად ქონება რომელიც დანიიდან თავის დროზე მე მანქანით ჩამოვედი, ის მანქანა დააყადაღეს, რომელიც გაყიდული მაქვს 2006 წელს. იმიტომ რომ იქ საქმეში ძალიან დიდ თანხებს ეხება თემა და ზოგადად მერის გამგებლების და გამგეობების მიმართ ბევრი კითხვები. მანქანით ის მანქანა გავყიდე. კობას ქონება დააყადაღეს მაგალითად ვაზ 21 და ვაზ 24, რომელიც 20 წლის წინ აქვს გაყიდული. ნუ აი რაღაცა ოდნავი პროფესიონალიზმი უნდა იყოს ამ საქმეში, არ შეიძლება. აი რასაც ბექა ამბობდა ეს აქტი რო დაიდო აპრილში. ჩვენ ვიპოვეთ, შეიძლება კომპანიის წარმომადგენელმა აღმოაჩინოს რომ აქტი დევს, ეს ვიპოვეთ აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისში. ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ აქტი არის და საურავები ერიცხება უკვე ამას. კი ბატონო. ცოტა აი მართლა გასაოცარი რაღაცისგან იყო საქმე. შემდეგ გავეცანით ამ აქტს ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ სრული სისულელე ეწერა, შიგნით რომ თელასის ხარჯი არ იყო ჩათვლილი, ეს ხო აღარ არის რაღაც ფულს უტენდე ჯიბეში, არა აქ რაღაცა ისინი იყო თემები. ამის მერე ეს გავასაჩივრეთ ეს აქტი. გვითხრეს რომ წელს სატელეფონო საუბარში რომ წელს ნამდვილად არ მოესწრება ამ აქტის გახილვა, შეიძლება მომავალ წელს გადავიდეს, ეს კომპანიის როგორია წარმოიდგინეთ. ეზრდება და ეზრდება სანქციები. და შემდეგ ხადური გამოვიდა ინიციატივით რომ კომპანიები საშინელ დღეში არიან, იქნებ ძირი თანხა გადავახდენთ ამ კომპანიებს და გავანთავისუფლოთ. ჩვენც შევეხმიანეთ რომ რამე თქვენ კომპანიებზე გაქვთ მარტო ლაპარაკი ვიღაც თუ ყველაზე არა როგორ გეგადრებთ ყველაზე შევავსეთ ეს სპეციალური ფორმა არის, შევავსეთ როგორც მე მახსოვს დაახლოებით 60.000 ლარზე, დაგვიბარეს და გვითხრეს რომ 60.000 ლარზე რატო ავსებთ, ნუ ამაზეც დავიბენთ რომ უკვე გვინდოდა რომ ამაზე შევკამათებოთ 30.000 ლარზე უნდა შეავსოთ. ვიფიქრე რომ ეთქობა დემოკრატია კი არ დადგა ამ ქვეყანაში რაღაცა ხდება, იმიტომ რომ კომპანია გთავაზობთ რომ 60.000 ლარს გადავიხდი და შევთანხმდეთ და მეუბნები რომ 30 გადაიხადეთ და არ არის პრობლემა. შევავსეთ ამაზე, გადავაგზავნეთ ოფიციალურად, დავურეკეთ ხუთშაბათს და გვითხრეს რომ თუ სამშაბათამდე თქვენ არ დაგიკავშირდნენ, არ დარეკეს და არ დაგიკავშირდნენ, ესე იგი ყველაფერი წესრიგშია და მთავრობის კანცელარიაში არის ბეჭედის და ხელმოსაწერად დასაწყნად გადაგზავნილი. ორშაბათს გვაკავებდნენ აი ამ თემაზე. ახლა ამიხსენით რა. ანუ თქვენ ხედავთ აქ პოლიტიკურ მოტივებს? მე ვერ ვხედავ მოტივს. მიხვდით რას ვამბობ, ახლა ხო არ შეიძლება რომ თუ ეს არ არის ფინანსური კუთხით და არ არის ყურით მოთრეული თემა, რა თემა შეიძლება ერთადერთი დარჩეს. ამის მერე მინიშნებას აკეთებს ღარიბაშვილი და დადასტურებას აკეთებს ბესელია. და მე შეიძლება გამიჩნდეს რომ კიდე ვთქვა რომ იცით არ არის კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას თემასთან დაკავშირებით დაკავებული. რა უყოთ იმ ბილეთს, რომელიც აღმოჩნდა მისი დაბარების მიზეზი? დაჯავშნილი ბილეთი, იგი აპირებდა ქვეყნის ფარგლებიდან გასვლას. თუ ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივად თემა. სასამართლოს ხდომაზევე ჩვენ წარვადგინეთ ჯავშანი უშუალოდ საქმეზე გამოსვლელი ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის სახელზე. ანუ რა გამოდის ეს? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სხვა ადამიანის სახელზე დაჯავშნოს ბილეთი ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში. მით უმეტეს სტამბულის მიმართულებით, როდესაც ID ბარათითაც თავისუფლად შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა. ანუ ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში მოიტანა ჯავშანის შესახებ ინფორმაცია, შეუძლებელია გახდეს იმაზე მსჯელობის საფუძველი, რომ კობა ხარშილაძე აპირებდა მიმალვას. ამასთან ერთად, მინდა თქვენი ყურადღება გამახვილოთ ალბათონ ინგა შემდეგზე, რომ კობა ხარშილაძეს, რომელსაც აქვს ოპერატიული მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება და ბოლოს იყო პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი. დღეს არის ბრალდებული და ქვეყნიდან მიმალვა უნდა 18 დეკემბერს გირაოთით დარჩა, ხო? 18 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე არის 6 დღიანი შუალეთი. 6 დღიან შუალეთში რომელიღაც ტურისტული კომპანიისთვის რომ არ მიემართა ბილეთის დასაჯავშნად
სხვა გზით ვერ დატოვებ და რა სჭირდება ტურისტული კომპანიის მეშვეობით ბილეთის დაჯავშნა და ქვეყნიდან ამის მეშვეობით წასვლა პირდაპირ საერთო გამშვებიდან გადავიდოთ. ამასთან ერთად აქ ხაზგასასმელია შემდეგ გაიმეორებ. ბრალდების მხარემ ვერ მოიტანა ვერავითარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ კობა ხარშილაძის მიერ მოხდა კობა ხარშილაძის სახელზე ბილეთის დაჯავშნა. ან კობა ხარშილაძისთვის რომ იყო ეს განკუთვნილი, ამდენი კობა ხარშილაძე შეიძლება იყოს ქვეყანაში. ამასთან ერთად ხო ძალიან საინტერესოა თუ ამდენი ტურისტული სააგენტოა თბილისში. ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში თუ იჯავშნება კობა ხარშილაძის სახელზე ბილეთი 20 დეკემბერს, 22 დეკემბერს ეს როგორ ხდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის ცნობილი. ხომ ძალიან საინტერესო კითხვა. ანუ ეს იყო სპეციალურად თქვენ ამბობთ, თქვენი ვარაუდით იმისთვის რომ იგი მეორედ დიახ, ეს იყო ბლეფი. გადმოგცემთ თქვენ ახალ წელს აქ ხდებით ხალხო მინდა? ახალ წელს თბილისში ვხდებით. ნუ ვერანაირად. იმიტომ რომ სტამბოლში მიფრინოთ და მოფრინოთ. ეს არის ჩემს სახელზე დაჯავშნილი ბილეთი. და იგივე როგორც მე ვიგებ, ქალბატონი ეკატერინე ბესელია და ირაკლი გარიბაშვილიც ერთობით ნაციონალურ მოძრაობაში კი არა ყოფილი გამგებელი ბრძანდებით უბრალოდ ამის და დავიღალე უკვე რა რაღაცა ხონდა იმას აქნა არ შეიძლება ესეთ ბავშვური თამაშები თქვენ არ გახსოვთ ის პერიოდი როდესაც ვიღაცას აღმოჩნდებოდა რომ ნარკოტიკს ჩაუდებდნენ ჯიბეში ეს შეურნეც პერიოდი არ გახსოვთ მე მახსოვს კი, შემდეგ წლებშიც ხდებოდა ეს, რომ ვიღაცებს ნარკოტიკებს უდებდნენ და ამის ნიადაგზე აპატიმრებდნენ. აი იმ 9 წლის განმავლობაში. თქვენ ეხლა რა შეიძლება რომ მიგვეღო ამ რაღაცა ცვლილებებით? რომ სასამართლოში ადამიანს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება შეეძლოს. ეს ხომ უნდა მივიღოთ როდისმე არა? კი ბატონო. უნდა მივიღოთ. აი, დაახლოებით ისეთი რაღაც არის ქუჩური გარჩევების დროს. აბა შენ რო იმას შეაგინე, ამიტომ ახლა მეც შეგაგინებ. კარგით. დიდი მადლობა და ბოლო სიტყვისთვის კითხვა უნდა დაასრულეთ ბატონო ბექა და ბოლოს დაუსვამ ბატონს. ძალიან საფრთხო სამართლებრივი ავანტიურის საფუძველი, მსგავსი გადაწყვეტილებები, როდესაც გირაოს ქვეშ მყოფ ბრალდებულთან დაკავშირებით მოაქვთ ყოვლად დაუდასტურებელი ჯავშანის დოკუმენტი, ყოვლად არაარგუმენტირებული და ამით ხდება პატიმრობის შეფარდება. ამ ლოგიკით ნებისმიერი ბრალდებული, რომელიც დღეს არის თავისუფალი და არ იმყოფება პატიმრობაში, ნებისმიერ მათგანთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს შეუძლიათ შექმნან მსგავსი დოკუმენტი, არათუ საგამოძიებო ორგანოებს, აი ლაშა მაგალითად თქვენთან დაკავშირებით მოიტანა. წარადგინონ სასამართლოში და სასამართლო მიუსჯელოს გირაოს შეფარდებული ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებას. ეს იქნება პრეცედენტია თქვენ ეს იქნება ძალიან საფრთხო ქართული სამართლებრივი სისტემის. ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს მინდა კითხოთ ბატონო ლაშა, სულ ისმის ხოლმე ასეთი კითხვა, როდესაც ოპონენტები ხელისუფლებას ბრალად უყენებენ, რომ აი ეხლა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები არის დაწყებული, რაღაც სპეციალურად დაიწყო ეს ახალი ტალღა, დაბარებები, დაკითხვები პროკურატურაში და ასე შემდეგ. ყოველთვის არის ხოლმე და ძალიან ლოგიკურია ეს პასუხი, თუ არსებობს კითხვები განვლიწლებთან დაკავშირებით, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, რატომ არ უნდა დავიბაროთ, იმიტომ რომ ან არ უნდა დავაპატიმროთ, იმიტომ რომ ვიღაც იყო გამგებელი, იმიტომ რომ ვიღაც იყო მაღალი თანამდებობის პირი და ასე შემდეგ. ყველამ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ უნდა დაიბარო და კითხო. თქვენ არავის არ დაუკითხავთ დაპატიმრებას. არავის არ დაუკითხავთ. აი ამას ვამბობ, როცა მოვარდებათ 11 კაცი, უცებ დაგადებენ ხელბორკელს და არიქა გაგაქანო და იქ წერენ, რომ ადგილზე ვეკითხები, ხრიკის ოქმი ადგილზე რატო არ შეადგინეთ და ის იყო, რა ქვია, კონფლიქტური სიტუაციის შექმნის პრობლემა იყო. ოფის მენეჯერი გოგო, ბუღალტერი, ჩვენი ბუღალტერი და იურისტი. აი ეს სამი ადამიანი იყო ოფისში. და შეეშინდა 11 ჯამთელ ადამიანს ამათი ხო მეუთხარი ბიჭები ესე იგი კარგად არის ჩვენი ქვეყნის ამბავი თუ არ არის ეს აღარ გვინდა ვილაპარაკოთ ნებისმიერ თემაზე ამაზე მინდოდა ადრე მე თქვენთან რაღაცნაირად კონტაქტი რომ ეს ток-შოუ საჭიროა ამ ქვეყანაში ვილაპარაკოთ ღიად დამისვიკითხო ღიად გაგცემ პასუხს ოღონდ შეურაცხყოფების გარეშე ხელების გადაგრეხებების გარეშე და აი ამ ხელბორკილების გარეშე კი ბატონო წარმატება მინდა გისურვოთ ძალიან დიდი მადლობა იმედია ამ თემებზეც ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი რაზეც ახლა თქვენ ამბობდით რომ ток-შოუში საჭიროა თემებზე საუბარი კარგად ბრძანდებოდეთ როგორც ჩანს ჩვენ უნდა ველოდოთ რომ ზურაბ ჟვანიან საქმესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო სიახლე იქნება ყოველ
შემთხვევაში ამ ლოგიკიდან გამომდინარე და იგივე თქვენი ვერსიიდან გამომდინარე, როდესაც ამბობთ, რომ შესაძლებელია კი არა და ეჭვი არსებობს, რომ ხარშილაძის დაკავება უკავშირდება სწორედ ამ საქმეს, როგორც ჩანს, ჩვენ მოვისმენთ ბევრ რაღაც სიახლეს, წარმატებას გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშასე თქვენ უსმენდით ლაშა ფურცხვაიძეს და ბექა ბასილაიას, ახლა კი პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან გვერდება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი ყოფილი კოლეგები არ არსებობენ, ჩემი კოლეგა ელისო ჩაფიძე. ელისო, საღამომშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა საუბარი დავიწყოთ თქვენთან იმ თემით, რაზეც მთელი საათნახევრის განმავლობაში ვსაუბრობთ სტუდიაში. ხელისუფლებამ დაიწყო ოპონენტების პოლიტიკური რეპრესიები. ასეთი არის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ყოველდღიურად გაკეთებული განცხადება ყველა იმ ფაქტის შემდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ, დაბარებები პროკურატურაში მიყვანა, დაკითხვები, დაპატიმრებები. ინგა მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენს გადაცემაში მონაწილეობის საშუალება მეძლევა. იცით, უდიდესი სიმპათია და სიყვარული იმის მიმართ, რომ თქვენ იყოთ პირდაპირ ეთერში და განიხილოთ ესეთ თემები თოქ-შოუში ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. რაც შეეხება პოლიტიკურ ზეწოლას, იცით, მე ვფიქრობ, რომ ის პროცესები, რაც ბოლო პერიოდში დაიწყო, არის სწორედ იმ მოვლენების ნაწილი, რასაც სამართლიანობის აღდგენა ეწოდება საქართველოში და ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება. რომელ პოლიტიკურ დევნაზე შეიძლება საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან? მე მესმის, რომ ისინი არაჩვეულებრივად არიან დახელოვნებულები ისეთ სფეროში, როგორიც გახლავთ პიარი, მაგრამ უბრალოდ თავისუფლება უნდა მისცე ადამიანმა, ამდენი სიცრუე ილაპარაკო. საუბარია კონკრეტული თანხების დატაცებაზე, საუბარია კონკრეტულ ძალიან არაგამჭვირვალე ფონდებზე, საუბარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაზე, საუბარია სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. თუ ეს თემები არ იმსახურებს ქართული საზოგადოების ფართო ინტერესს და არ იმსახურებს გამოძიებას გენერალური პროკურატურის მხრიდან და ეწყინება, ვისაც შეხება აქვს ამ საქმეებთან დაკავშირებით, რომ მათ დიახაც მოუწევთ თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რაზეც სამწუხაროდ არ გაიცა პასუხები წლების განმავლობაში და რის გამოც ჩვენ 1 ოქტომბერს მოგცა ხმა ამომრჩეველმა ის ჩვენგან ელოდებოდა სწორედ აი ამ მნიშვნელოვანი კორუფციული სქემების გახსნას და აი ამ ფონზე, როდესაც ადამიანებს სრულიად კონკრეტულ შეკითხვებს უსვამენ, კონკრეტულ გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანები უწამლობითა და უოპერაციოებით იმის გამო, რომ ბავშვებს საკვები არ ქონდათ, იღუპებოდნენ, როცა ადამიანებს სახლებიდან ასახლებდნენ, დიახ, მაღალი თანამდებობის პირებმა ამ შეკითხვებზე პასუხები უნდა გასცენ და ეს იქნება ძალიან სამართლიანი და ადეკვატური. ელისო, თქვენ ახლა საუბრისას მე არ გაგაჩერეთ, იმიტომ რომ ძალიან დაგვიანებით მოდის ხმა და არ მინდა რომ ჩვენი საუბარი ერთმანეთს ვერ გავიგოთ, რას ვეუბნებით და ახლა მინდა რომ ჩაგეკითხოთ აი ამ კომენტარისას ახლა რასაც ვისმენდით პირდაპირ ეთერში, თქვენ ახსენეთ ასეთი ფრაზა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობა. ანუ თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ზურაბ ჟვანია არის მოკლული? იცით, მე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჟურნალისტი გახლდით, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილე ყურადღება გაზეთ რეზონანსის მეშვეობით. ეს გახლდათ კამათლების არარსებობა იქ, სადაც იყო დაუშვოთ სათამაშო მოწყობილობა. ეს გახლდათ ცალი ფეხსაცმლის არსებობა. ეს გახლდათ ამერიკის საგამოძიებო ორგანოების მიერ დადებული დასკვნა, რომ იმ ოთახში, სადაც ბატონი ზურაბ ჟვანიას ცხედარი იპოვეს, არ გახლდათ საკმარისი კონცენტრაცია გაზის იმისათვის, რომ ადამიანი დაღუპულიყო, რაც შემდეგ განავრცო ჩვენმა კოლეგამ ვახტანგ კომახიძემ, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო ფილმი გადაიღო. მე დღევანდელ ეტაპზე ნამდვილად არ შემიძლია ვამტკიცო, თუ რა მოხდა ბატონი ზურაბ ჟვანიას საქმეში, მაგრამ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს და მათ შორის მეც გვაქვს პასუხგაუცემელი შეკითხვები, თუ რატომ მოხდა
ძალიან სწრაფად ამ საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად 1 საათის შემდეგ ყოფილი პრემიერის ცხედრის აღმოჩენიდან კვალიფიკაციის მიცემა ამ საქმისათვის და სანამ იარსებებს ეს შეკითხვები, სანამ არ დასრულდება გამოძიება, ბუნებრივია ყველა მოქალაქეს აქვს უფლება კონდეს საკუთარი ვერსია იმასთან დაკავშირებით, ეს იყო მკვლელობა თუ ეს იყო უბედური შემთხვევა. მე რა თქმა უნდა დაჟინებით არაფერს არ ვამტკიცებ, იმიტომ რომ ყველა ფაქტი საჭიროებს არა მხოლოდ იმ უზუსტობების წარმოჩენას, რომელიც აი ამ საქმეში იყო, მე განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებდი პირველ ეტაპზე იმაზე, რომ ოთახში არ იყოს სიგარეტის ნამწვავები, ხოლო მოგვიანებით გამოძიება იმდენად იყო ჩაღა და იმდენი ნამწვი მიიტანეს სახელმწიფო კანცელარიიდან, რასაც ადამიანი ფიზიკურად მე მგონი ერთი დღის განმავლობაში ვერ მოახერხებდა რომ მოეწია. ძალიან ბევრი საეჭვო ნიუანსი და ბევრი ადამიანის ჩვენება ამ საქმეში და ამ შეკითხვებზე მე და ქართულ საზოგადოებას პირველ რიგში რაც მთავარია, გვაქვს საფუძვლიანი შეკითხვები და პროკურატურა ვალდებულია ამ შეკითხვებზე გასცეს პასუხი. ელისო, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ ყობა ხარშილაძის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის დაპატიმრება მეორედ მოხდა სწორედ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით? ინგა, მე ამ შემთხვევაში არავითარ ვარაუდებს არ გამოვთქვამ, რადგან ერთია მოსაზრება ჟურნალისტიკაში, ხოლო მეორე ფაქტი. ფაქტი გახლავთ ის, რომ ბატონი ყობა ხარშილაძე არის დაკავებული ძალიან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ის სქემა, რომელიც სავარაუდოდ პროკურატურის ვერსიით მოქმედებდა ქალაქ თბილისის ერთ-ერთ გამგეობაში. კონკრეტულად საუბარია დიდი რაოდენობით თანხებთან დაკავშირებით და ტენდერებთან დაკავშირებულ გარიგებებზე და გამოძიებას აქვს როგორც ჩანს მტკიცებულებები, რომ მოეთხოვა მისი პასუხისგებაში მიცემა და რაც მთავარია ეს გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. მე არ მაქვს არავითარი უფლება რომ რაიმე განსხვავებული ამ შემთხვევაში სასამართლოსაგან ვიეჭვო, იმიტომ რომ სასამართლო ხელისუფლება ისევე როგორც ჟურნალისტიკა დღეს ნამდვილად უფრო მეტად დამოუკიდებელია, ვიდრე ეს იყო 1 და 2 წლის წინათ და იმედი მაქვს რომ ამაში თქვენც დამეთანხმებით. დასაკვირველია, მე ამაში დაგეთანხმები, დღეს ჟურნალისტიკა ნამდვილად დამოუკიდებელია და ნამდვილად იშვიათი თავისუფლების პირობებში უხდება ჟურნალისტებს მუშაობა, განსხვავებით დაუშვათ იმ ბოიკოტის რეჟიმისგან და იმ ზეწოლებისგან, რაც არის გამოვლილი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მე ისევ ამ კითხვას მიუბრუნდები და შემდეგ მინდა რომ შევეხო მთავარი პროკურორის საკითხსაც, თქვენ როდესაც ბრძანებთ რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, გეთანხმებით, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ დაკავებული არის ბატონი ხარშილაძე, რომელიც იყო გამგებლის მოადგილე ამ გრინ სერვისის საქმეზე, მაგრამ აღარ არის დაპატიმრებული იგივე ლაშა ფურცხვაძე, რომელიც იყო გამგებელი და ამავე გრინ სერვისის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული და დაპატიმრებული. აი, ამიტომ გაჩნდა ეს კითხვები, რომ ხომ არ უკავშირდებოდა მისი დაპატიმრება სწორედ ჟვანიას თემას, მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად, როდესაც გიგი უგულავას განცხადება, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის პანიკაში, იმიტომ რომ მათ ეშინიათ იმ რეზონანსული და სერიოზული საქმეებისა, რომლის გამოძიებაც არის დაწყებული და ხარშილაძესთან კონტექსტში ახსენა მან სწორედ ჟვანიას საქმე. აქედან გამომდინარე ჩდება ბუნებრივია ეს კითხვა. ინგა, მე ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციებს მოვერიდებოდი, ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ სამართალი ძალიან გავს ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ანუ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ ბრალი შეერაცხოს და წარედგინოს სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაში მე გამოვიდოდი ასევე ბატონი ხარშილაძის უდანაშაულობის პრეზუმფციიდან, მას ალბათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს კონკრეტულ ტენდერებთან დაკავშირებით არის ეს გრინ სერვისის საქმე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ალბათ ის შეკითხვები, რომელიც ბატონი ზურაბ ჟვანიას საქმეზე შეიძლება მას მომავალში დაუსვან, როგორც ერთ-ერთ მოწმესა და თვითმხილველს. აქედან გამომდინარე, ნაციონალურმა მოძრაობამ თავად უკეთესად იცის, რას აკეთებდა ამ 9 წლის განმავლობაში და დამერწმუნეთ და ძალიან ბევრი რამ უკვე TV3-ის და
სხვა ტელეჟურნალისტების მხრიდანაც და საგაზეთო ჟურნალისტების მხრიდანაც უკვე გამოძიებული და ფარდაახდილია. დიახაც მათ ეშინიათ არ წარმოსჩინდეს ის საქმეები, რომლებიც მათ აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში. გაიხსნა ძალიან ბევრი ფინანსური სქემა, გაიხსნა ძალიან ბევრი დღემდე დაფარული დანაშაულის ფაქტი. ის რაც მოხდა და ის ინფორმაცია რაც ხდებოდა ციხეებში, დღეს ჩვენ ვესაუბრებით ქალბატონ ნეკა ბესელიას, ბატონ გედი ფოფხაძეს, რომლებიც ამ დღეებში ხდებოდნენ პატიმრებს და ისინი შეძრულები არიან იმ წამების ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწობდებით, რის გამოც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში შემოსულია უპრეცედენტო დიდი რაოდენობა, თუ არ ვცდები 13,000-ზე მეტი განცხადება. სწორედ ეს განცხადებები ეხება იმ პერიოდს, სწორედ რა პერიოდშიც ნაციონალური მოძრაობა მოღვაწეობდა ამ ქვეყანაში. გეთანხმებით, უმძიმესი ფაქტები ეს ყველასთვის ბევრისთვის არის ცნობილი თამების, თუმცა ამ წუთასაც ჩვენ ამ დღეებში ვსაუბრობდით 1000 პატიმრის შიმშილობაზე სასჯელ აღსრულების სისტემასთან დაკავშირებით. მე ხლა არ მინდა რომ კითხვა დაგისვათ, უბრალოდ სხვა კითხვები მაქვს და მხოლოდ ამიტომ მე მინდა გთხოვოთ ელისო თქვენი კომენტარი, თქვენი შეფასება იმ სკანდალზე, რომელიც აგორდა მთავარ პროკურორთან მიმართებაში. ძარცვა ყაჩაღობის გამო ნასამართლეობა. რას იტყვით, როგორი არის თქვენი რეაქცია, როგორი არის თქვენი შეფასება? ბევრჯერ მოვისმინეთ ამ 2 დღის განმავლობაში, რომ არ შეიძლება ქვეყანას ყავდეს მთავარი ბრალმდებელი, რომელიც თავადვე იყო ოდესღაც ბრალდებული. იცით, მე საშინლად წუხარ იმის გამო, რომ ადამიანები თავისუფლებას აძლევენ ყოველგვარი დაადასტურებისა და დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიონ და პირადად მე ეს უკვე საკუთარ თავზე გადავიტანე ინგა, როდესაც სუდის თუ ყუდის თუ რაღაცის აგენტად გამომაცხადეს და რის შესახებაც რა თქმა უნდა გადამოწმებული ინფორმაცია კი ბუნებაში არ არსებობს აბსოლუტურად ასეთი რამ. როდესაც პოლიტიკაში ხარ, როდესაც საჯარო პირი ხარ, როდესაც ებრძვი ისეთ მნიშვნელოვან კრიმინალს და ხარ საქართველოს გენერალური პროკურორი, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინსინუაცია და სპეკულაცია შეიძლება იყოს შენს წინააღმდეგ მომართული, განსაკუთრებით ისეთი დაოსტატებული ადამიანების მხრიდან, როგორიც ნაციონალური მოძრაობა გახლავთ. მე სიმართლე რო გითხრათ, უკვე ეს თემა ძალიან სასაცილო და აბსურდულად მეჩვენება. მივმართოთ ოფიციალურად გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს, საგარეო საქმეთა უწყებას და მივიღოთ მათგან დადასტურებული ინფორმაცია. თუ გაგიჩნდათ სურვილი, თქვენ როგორც უმრავლესობის წევრს, როგორც ყოფილ ჟურნალისტს მიმართვას რომ გამოარკვიოთ ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა? მე პირადად მე ძალიან მაღალი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება და პროკურორმა თვითონ განმარტა ამასთან დაკავშირებით, რომ მას გარკვეული ინციდენტი ჰქონდა პოლიციასთან, რაც შემთხვევით მოხდა. ასე ყვითელი პრესის პრინციპების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი ჩვენი მაღალი თანამდებობის პირზე საოცარი ინფორმაციები გვესმოდა წლების განმავლობაში, რომ ზოგმა მაისური მოიპარა გერმანიაში, ზოგმა ბოტასი და ზოგს კიდევ რაღაც პირსახოცებთან დაკავშირებული სკანდალი ჰქონდა სასტუმროებში და მივმართოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს ცოტა უხერხული იქნებოდა, მე მგონი და ჩვენს პოლიტიკურ კლასს ვერაჩვენებდა. მაგრამ როდესაც საუბარია ძალიან კონკრეტულ ბრალდებაზე და ამ შემთხვევაში მე ვიქნებოდი სერიოზული, ან ამ ადამიანებმა უნდა დაადასტურონ და დაამტკიცონ, რომ ეს არის უტყუარი ფაქტები, ან რა თქმა უნდა მათ პატივისა და ღირსების შელახვისათვის ბატონი ფარცხალაძის პასუხი აგონ სამოქალაქო კოდექსის 18 მუხლის მე-6 ნაწილით, რადგან ეს მართლაც ძალიან შეურაცხმყოფელი და მძიმე ბრალდებაა და რაღაცა ეს სკანდალი, რომელიც მის გარშემო აგორდა, ძალიან წააგავს ქარიშხალს ჭიქაში, რომელსაც გამოეხმაურნენ ძირითადად და მუდმივად ატრიალებენ ამ ბოლო ხანებში ძალიან მომრავლებული
უცნაური სააგენტოები, რომელთაც ყვითელი პროფილი აქვთ და იშვიათად ჩანს ვინ არიან მათი დამფუძნებლები და მე ეს კარგად მესმის, როგორც ჟურნალისტს, იმიტომ რომ ჩვენს მოწინააღმდეგებს, ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც ხშირად იყენებენ თამაშის წესებს, აი აკრძალული ლეთებს, აქვს ძალიან ბევრი ფული, რომელიც მათ დააგროვეს ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში და მათ შეუძლიათ პატარა სააგენტოების დაფინანსება, რაღაც ჯგუფების დაფინანსება, დაოსტატებულები არიან ამაში, რომ მოახდინონ კონკრეტული პიროვნების დისკრედიტირება. მე გენერალური პროკურორის ადგილას აუცილებლად მივმართავდი ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილს და აუცილებლად მოვითხოვდი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაქარწყლებას, თუმცა ალბათობა ამ შემთხვევაში სასამართლო პროცესის მოგებისა მართლა ძალიან დაბალია სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი კანონმდებლობა გახლავთ მეტად ლიბერალური და ეს ძალიან კარგია, რომ კანონმდებლობა ლიბერალურია და დეკრიმინალიზებულია ზოგადად ცილის წამება და ჟურნალისტებს აქვთ მეტი თავისუფლება მოსაზრებებისა და ფაქტების გადასამოწმებლად და გასავრცელებლად. ძალიან დიდი მადლობა ელისო, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. წარმატება მინდა გისურვოთ. იმედია კიდევ არაერთხელ მოვისმენთ თქვენგან. ასევე ინგა. უმრავლესობის სახელით გაკეთებულ შეფასებებს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ერთი დეტალი უნდა ვთქვა ეხლა ვიდრე დაგემშვიდობებით. ძალიან გვიჭირდა 2 დღის განმავლობაში პასუხის გამცემის მოძიება პირდაპირ ეთერისთვის საპარლამენტო უმრავლესობიდან. როგორც ჩანს ამ სკანდალმა მაინც ერთგვარი დაბნეულობა შეიტანა უმრავლესობაში. ყოველ შემთხვევაში გუშინ და დღეს ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა. დიდი მადლობა თქვენ რომ მიიღეთ მონაწილეობა. წარმატებას გისურვებთ. კარგად. ინგა, ეს ძალიან ადვილად არის გასაგები. ეს ადვილად გასაგებია იქედან გამომდინარე, რომ თქვენ საკუთარი თავი წარმოედგინეთ ასეთ მდგომარეობაში. მე ძალიან დავიბენი და არ ვიცოდი რა პასუხი უნდა გამეცა ისეთ აბსურდულ ბრალდებებზე, როდესაც ვიღაცის და რაღაცის აგენტობას გაბრალებენ, მაგრამ დრო რა თქმა უნდა ყველაფერს გამოაჩენს და არ არსებობს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს და ანალოგიური მოხდება ნებისმიერ სკანდალთან ბრჭყალებში ვამბობ დაკავშირებით. თუმცა ალბათ დამეთანხმებით ელისო კიდევ ერთი კითხვა და დავასრულებთ გადაცემას, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ იგივე თუ ეს არის ბრალდება და ცილის წამება მთავარი პროკურორის წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის თქვენი ოპონენტების მხრიდან წამოსული, უპრიანი ხომ არ იქნებოდა უფრო სწორედ კითხვის ფორმულირებას მოვახდენ, კითხვას დაგისვამთ, რომ თავადვე იუსტიციის მინისტრს ან თუნდაც მთავარ პროკურორს გამოეთხოვა გერმანიიდან ის მასალები, რაზეც მას სკანდალი აუგორეს, ან და გნებავთ იგივე ვანო მერაბიშვილის განცხადების შემდეგ ამოღებული ყოფილიყო ის ვიდეო ფირები, ის ჩანაწერები, სადაც იგი ამბობს, რომ გამოიყვანეს კამერიდან და წაიყვანეს ფარცხალაძესთან შესახვედრად. ანუ, როცა თქვენ ამბობთ, რომ სიმართლე გაირკვევა, ამისთვის ეს უფრო უკეთესი გზა ხო არ იქნებოდა, ამას გეკითხებით. ინგა, მე შეკითხვა მინდა დაგიბრუნო, თუ კი ვანო მერაბიშვილს ვინმეს გამოყვანა უყვირს ღამის 3 საათზე ციხიდან, ეს სხვათა შორის უტიფრობის ღვარსაც კი სცდება, იმიტომ რომ მას ჩემი აზრით ძალიან ჰუმანურად ექცევენ და ეს კარგია, იმიტომ რომ ზოგადად პატიმარს უნდა მოექცე ჰუმანურად და ის რომ მასთან დაკავშირებული ფაქტები აქვს Facebook-ი და შეუძლია ყოველდღიურად ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას, ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა და არ მოხდებოდა რომ არა ქართული ოცნების მოსვლა ხელისუფლებაში. ციხეში აქვს მას წვდომა Facebook-ზე ვანო მერაბიშვილს. უვარდებით ტელევიზია ძალიან ხშირად ჩვენ ნახულობთ მის განცხადებებს Facebook-ზე, ისევე როგორც ბაჩუ ახალაიას მხრიდან და სწორედ აქედან გამომდინარე დავასკვენი, რომ ამ ადამიანებს ძალიან უადვილდებათ მე მინახავს მათი განცხადებები, დიახ, სწორედ მათი მიერ გავრცელებული განცხადებები ასეთი ფორმით და ეს ძალიან კარგია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წვდომა აქვს ქართულ საზოგადოებაზე, მაგრამ მე მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალეობის ძალიან დიდი მომხრე ვარ და ძალიან ბევრი კანონპროექტი შემოიტანა მედია თავისუფლების და გამჭვირვალეობის კუთხით ქართულმა ოცნებამ პარლამენტში, თუნდაც სასამართლოს საჯაროობა რა დღირს, ხომ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეშინია ამ ყველაფრის
ჩვენების საზოგადოებისათვის ძალიან მაინტერესებს აი უკვირს ვანო მერაბიშვილს მსგავსი ფაქტები არ ახსოვს მას სანდრო გირგვლიანის თემა არ ახსოვს მის დროს როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ციხეში არ გრძნობს ის მორალურ პასუხისმგებლობას ყოველივე ამის გამო და მე პირადად არ მივეცი ხმა დიახაც აი ამ იაფასიან პროვოკაციას თემის აგორებას გამოძიების კუთხით იმიტომ რომ მას არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი სათქმელი კონდეს და შეეძლოს საგამოძიებო ორგანოებს და მათთან ითანამშრომლოს და ეს იქნება საპარლამენტო გამოძიება ეს იქნებოდა მუდმივად მხოლოდ მორიგი პროვოკაციების თემა და საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ადგენდა დღის წესრიგს და ტელევიზიების საინფორმაციო ვიორსტკას. მაპატიეთ აი ამ ანუ ბადეს და დღის წესრიგს. ეხლა დღის წესრიგი უნდა უკარნახოს საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და არა ნაციონალურმა მოძრაობამ. კი ბატონო, თუმცა საინტერესო იყო ეხლა თქვენს მიერ ნათქვამი ვანო მერაბიშვილზე და ბაჩო ახალაიაზე მათ მიერ საკნიდან Facebook-ზე წნობასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო იყო ეხლა რაც მოვისმინე. დიდი მადლობა. წარმატება მინდა გისურვოთ მთელი გულით. კარგად ზარდებოდეთ. დამდეგ ახალ წელს გილოცავ წინასწარ. მაშასე ეს იყო ელისო ჩაფიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. დღეს ამით გემშვიდობებით. ეს იყო მთავარი თემები დიდ პოლიტიკაში. ხვალ საღამოს 8-ზე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.